საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ერევანი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ევროპის ლიდერები იმყოფებიან სომხეთში, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მოკავშირედ მიიჩნევდნენ, წელს BBC. გამოცემა ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ სომხეთი დღესაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, რომელიც პუტინმა შექმნა, ხოლო სომხეთის ტერიტორიაზე ჯერაც განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზა. თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს სომხეთს, რომ ევროპული ქვეყნების 40-ზე მეტ ლიდერს უმასპინძლოს, სადაც დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართა. ხვალ კი ისტორიაში პირველი ევროკავშირის სომხეთის ორმხრივი სამიტია დაგეგმილი. ერევანს პირველად სტუმრობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის, ფინეთის, დიდი ბრიტანეთის და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან. ბევრისთვის მოულოდნელად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩამოყალიბებული საკმაოდ რთული ურთიერთობების ფონზე. ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერსაც შეხვდა. როგორც საქართველოს მთავრობა იუწყება, შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა და საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო. ამ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიკა, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს კომუნიკაცია შემდგომშიც გაგრძელდება. არ ვიცით კონკრეტულად რა უთხრა ზელენსკიმ კობახიძეს, თუმცა გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ძირითადად სწორედ ის ვოლოდიმირ ზელენსკი ლაპარაკობდა. ან საერთოდ უთხრა თუ არა რაიმე მიმდინარე დაძაბულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. პროტოკოლით გათვალისწინებული ტექსტის მიღმა ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ევროპელმა ლიდერებმა ამ პოლიტიკურ სამიტზე კიდევ ერთხელ განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის საკითხი და ის თუ რა შეიძლება გაკეთდეს საერთო მდგრადი მშვიდობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რა რეაგირება ექნება ამ სამიტზე რუსეთს? ამ შეკითხვას დღეს ბევრი სვამს, მით უფრო 1 აპრილს მოსკოვში ფაშინიანის ვიზიტის ფონზე, სადაც სომხეთის პრემიერს პუტინმა შეახსენა, რომ სომხეთი რუსეთისგან გაზ ძალიან შეღავათიან ფასად ყიდულობს 1000 კუბურ მეტრს 177.5 დოლარად, მაშინ როდესაც ევროპელებისთვის მისი ღირებულება $600. თუმცა ფაშინიანს ახლა სულ სხვა შორს მიმავალი გეგმები აქვს. ტრამპის გზა, რომელიც ახალი რეგიონალური მარშრუტის გახსნას დაუდებს საფუძველს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ევროკავშირი სომხეთს უკვე თავის უახლოეს პარტნიორად მოიხსენიებს და მიაჩნიათ, რომ მიმდინარე სამიტი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება სომხეთის დასავლური ინტეგრაციისკენ. კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო კი ამ სამიტზე მხოლოდ სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა, რომლის ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ამიტომ ევროპული პოლიტიკური სამიტის ფარგლებში ჩვენი ერთადერთი ძლიერი მხარე ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ეკონომიკური საკითხები იყო. ამით ერთგვარად პოლიტიკურ უხერხულობასაც თავი ავარიდეთ, ან თავი დავახციეთ, შეიძლება ასე ითქვას. გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ბატონო გია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორც მედია იუწყება საქართველოს სამთავრობო ბორტი, რომელზეც ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა, უკვე დაბრუნდა საქართველოში. სხვათა შორის დღეს თქვენ გამოთქვით მოსაზრება, რომ ირაკლი კობახიძე ერევანში ჩავიდა გარკვეული ალიბის შესაქმნელად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აი ამ ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძის ასე ვთქვათ ანგარიშზე სულ ორი შეხვედრა დაგროვდა. ეს არის შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან და შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. შეძლებს ის თქვენს მიერ ხსენებული მიზნის შესრულებას, ანუ ამ ორი შეხვედრით შესაბამისი ალიბის შექმნას. ხო, არა, ეხლა ვერ შეძლებს ბუნებრივია, ხო, მაგრამ მას მანევრი შეზღუდული აქვს და რაც შეუძლია იმას აკეთებს, ეხლა მეც ვერაფერს ვერ გააკეთებს, ხო?
გასაგებია რომ ის გამზდებულია მოსახსნელად, რასაც ქვია, ბიზნესთვის დამახასიათებელი გეგმით ვითარდება ყველაფერი, ხო? ბიზნეს უკვე აქვს კონკრეტული, ესე რომ ვთქვათ, კონკრეტულად მომწიფებული ეს საკითხი, მას ძალიან სერიოზული არგუმენტი მიეცა, რომ ეს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოხდეს აი ამ ეგრეთ წოდებული ფასების კომისიის სრული კატასტროფის შედეგად, ხო, როდესაც კობახიძე არათუ ჩვენი დასაცინი გახდა, არამედ შიგნით, ესე რომ ვთქვათ, ხელისუფლებაშიც სერიოზულად დასცინიან მას, ხო? ამ მარაზმზე, ამ რბილ ხორცთან და კვერცხებთან დაკავშირებით და ბიზნეს, ესე რომ ვთქვათ, ისე ეშაფოთზე აყვანილი ყავს და ეხლა ელოდება ხელსაყრელ მომენტს, რომ მთელი ის წოდები, რაც დაგროვდა ამ პერიოდში, მას აკიდოს და ჩარეცხოს, ხო, რაც ჩვეულებრივი ამბავი არაერთხელ გვინახავს. ან თქვენ ფაქტობრივად დარწმუნებული ხართ იმაში, რომ აი ამ ევროპის პოლიტიკურ სამიტზე ირაკლი კობახიძის ვიზიტი, საერთაშორისო ვიზიტი ბოლო იყო პრემიერობის რანგში? მე ვფიქრობ ერთ-ერთი ბოლო იყო, ხო, ეხლა მე როდესაც ვამბობ, რომ ის გამზდებულია, ჩასარეცხად ეს არნიშნავს იმას, რომ ხვალ მოხდება ეს, ხო, იმიტომ რომ არის რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც ეს შეიძლება ცოტათი გაიწევოს და აღიხსნით რატომ, ხო? ეხლა მე ვფიქრობ, რომ ბიზნა ელოდება ამ ირანის თემის გარკვევას. სტრატეგიული გადაწყვეტილება აქვს მას მისაღები, რა ტიპის ქვეყანაში ვიცხოვრებ ჩვენ ხვალ, ხო? ის გააგრძელებს სვლას რუსეთის იმპერიაში ინტეგრაციის მიმართულებით თუ ოდნავ დისტანცირებას მოახდენს და ერთგვარი ეს აზერბაიჯანის ტიპის ქვეყნის ჩამოყალიბებას დაიწყებს. ეს არის გადასაწყვეტი ირანის თემის გადაჭრამდე მას უჭირს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ პუტინის გადაგდების ეშინია და ის გადააგდებს პუტინს იმ შემთხვევაში თუ დარწმუნდება რომ პუტინს ბევრი აღარაფერი აღარ შეუძლია და აი იმ მომენტისთვის პრემიერს უბრალოდ ხوار ჩარეცხავს, ხო? რაღაც დივიდენდი ხომ უნდა მიიღოს აქედან, რაღაც სარგებელი ხომ უნდა მიიღოს, ხო? ანუ მაქსიმალურ ფასში უნდა გაყიდოს ეს ყველაფერი და ამიტომ დაელოდება ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დასრულებას და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. და რატომ მიზეზი ხომ ვერ იქნება ფასების კომისიის ერთგვარი ფიასკო? ფასების კომისიის ამბავი ბიზნესთვის იყო საბაბი იმისა, რომ ყველაფერი დაელაგებინა საბოლოოდ. მიზეზი რა იყო? რეალური მიზეზი რა არის? კობახიძის ჩარეცხვის? დიახ. იმიტომ რომ ბევრი წოდები დაგროვდა და ვიღაც ხელი ხონდა შეახუცო, რამდენი პრემიერი გამოიცვალა, რა მიზეზი ქონდა, რომ რეალური ოფიციალურად მაინც სახელდებოდა ხოლმე, ხო? გვახსოვს გაეროს კვლევა ბავშვები. ეხლა დასახელდება მიზეზი. დიდი ბოდიში, მაგრამ 20 ივნისი რო შეტენეს გახარიას რა, 20 ივნისი გახარიას კისერზე იყო, მაგრამ შეტენეს. არა, გახარიას მას შემდეგ, არ ვიცი, დააბრალეს 20 ივნისი, რაც ის უკვე აღარ იყო პრემიერ და ოპოზიციაში გადავიდა თორე. მანამდე 20 ივნისის შემდეგ გახარია პრემიერობის რანგში აიყვანეს შინაგან საქმეთა მინისტრობიდან. ფასების კომისიის ამბავი ბიზნეს ჭირდება შიგნით ცივითარების და ანუ შიგნით გუნდისთვის ასახსნელად, რატომ მუშაობს ამ კაცს? ხო? შიგნით ეს საჯარო მიზეზი კი არ არის, ეს არის შიგა გუნდური გარჩევის. აი, თქვენ თუ გახსოვთ იმას კვირიკაშვილს რო ხსნიდა, შეკრიბა მთელი უმრავლესობა, ხო? და შეაჭმევინა რა, იქ შეჭამა და იქ ქონდა მას არგუმენტები და ფასების კომისია აი შიგა ამბავში რომ ვიღაცამ კითხვა არ დასვას რას ვერჩით ამ კობახიძეს, ხო? ითქვა რო არ დასვას ეს ფასების კომისიამ ფაქტობრივად რიტეილერების გადაწყვეტილებაც ვერ გადაარჩენს ამ შემთხვევაში კობახიძეს, ხომ ნახეთ ამ დასკვნის შემდეგ გამოვიდნენ მსხვილი სუპერმარკეტების წარმოადგენლები და ყველამ ერთნაირი განცხადება გაავრცელა, რომ სოციალურ კალათას შევქმნითო. შეფუთვა რა და ეხა ეს ყველაფერი შეფუთვა თვალში ნაცლის შესაყრელად ჩვენთვის, თორე ეხა ბიზნეს ისინი ხო ვერ დააბოლებენ, ხო ბიზნესა ხო ყველაზე კარგად იცის აი ეს განცხადებები როგორ არის ორგანიზებული, ხო? მე არ ვამბობ, რომ ბიზნა ამ თემას გაასკანდალებს, ეს სჭირდება შიგნით.
შიგა სამზარეულოში და ეხლა შიგა სამზარეულოში ამ სუპერმარკეტების მონური მორჩილებით გაკეთებული ესე რომ ვთქვა მიწოდებული წერილების გამოქვეყნება ზემოთ დაწერილი და მათ მიერ გამოქვეყნებული წერილები ვის რაში არის და შიგნით ვინმეს აინტერესებს ეს არის თქვენთვის და ჩემთვის ვინც მოტყუდება იმის გაკეთებული თორე შედით სუპერმარკეტებში და ნახეთ რა ხდება რა ნახეთ რა ხდება აი ამ დღეებში კიდე უფრო კატასტროფული კი ვიყავი გუშინ ვიყავი ბატონო გია და ზუსტად ვიცი რაც ხდება ანუ რაღაც ჯერ ესეთი ფასები ჯერ არაფერზე შემცირებულა და არც ეგრეთ წოდებული სოციალური კალათა არ მინახავს სადმე განსაზღვრული ცალკე დახლზე ყველაზე მოწყვლადი სოციალური ფენისთვის მაგრამ რაც შევიძინე ყველაფერი ფაქტობრივად ერთკვირიან ჭრილში იყო გაძვირებული თუ რა თქმა უნდა ეგრეთ წოდებულ სააქციო ფასად არ ყიდულობდა სააქციო ფასად რომ ვყიდულობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ის არის მისი რეალური საბაზრო ღირებულება. ხო, ამაშია საქმე ზუსტად, ხო? ანუ ერთ-ორ პროდუქტს გამოყოფენ, ანუ ესეც არის ტექნოლოგიის საკითხი. ეხლა ეს ეგრეთ წოდებული სეილები და ესე რომ ვთქვათ, ფასის დაკლება გარკვეულ პროდუქტზე ყოველთვის მუშაობდა სუპერმარკეტებში. ეხლა ისე გააფორმეს, რომ თითქოს ხვალიდან უნდა მოხდეს. სინამდვილეში აიღეთ ნებისმიერი ქსელი აიღეთ, ყველგან გარკვეული ან ყავას დადებენ ზოგჯერ ჩამოაფასებენ ან კარაქს ან რაღაცა და სამაგიეროდ სხვა პროდუქტიდან მე მაღაზიაში რო შედიხარ ერთ რაღაცას სხვა არ ყიდულობ, სხვა რაღაცებსაც ყიდულობ. კი ბატონო. ხუთ მაგათ იღებენ სხვა პროდუქტიდან მე იმ ჩამოფასებული კარაქის ფასს, ხო ეხა ეს მარკეტინგული ტექნოლოგია დიდი ხანია ცნობილია და ვიცი. კი ბატონო, ჩემთან პირდაპირ ეთერშიც ვთქვამთ. კობახიძესთან პრეტენზია იმაზე კი არის, რომ ფასები ვერ გაიაფა. არამედ იმაზე, რომ ეს კამპანია ძალიან უხარისხოთ აწარმოა, ანუ ძალიან ესე რომ ვთქვათ, აი თეთრი ძაფით კერა, ნაჯახით კერა რა. და იმდენად რომ აი ძალიან ჩვეულებრივმა ობიოტელმაც კი უბრალოდ პირი დააღო რა ამ სისულელეზე რა. ანუ ძალიან უხარისხოთ. ბიზნეს ვიღაც ვირეშმაკობა, მამაძაღლობა, მაიმუნობა კი არ უყურს. ბიზნესა ეუბნება რომ თუ მაიმუნობ ძმაო ისე იმაიმუნე რომ რაღაცა აქედან გამოადნო და ამათმა პირიქით პრობლემა შეიქმნეს, ქართულ ოცნებას პრობლემა შეექმნა ამ ფასებთან დაკავშირებით. ყველა უკმაყოფილოა თვითონ ქართული ოცნების მხარდამჭერები ამბობენ, კარგით რა, რას გვაბოლებთ, კაცო შევდივართ მაღაზიაში და არ არის ეს რბილი ხორცი 10 ლარად. ხო და შესაბამისად ბიზნესგან ამის გამო მოხვდა და კიდევ უფრო მაგრად მოხვდება და თან მოხვდა შიგა გარჩევაში ისე რომ ვერავინ ხმა ვერ ამოიღო მისმა გუნდის წევრებმაც, ხო? ანუ კობახიძე რომ გამზადებულია ჩასარეცხად გასაგებია, შესაბამისად ეს ბავშვი ეხა თავს იცავს რაღაცნაირად და უნდა რომ რაღაც აი ზელენსკისთან შეხვედრა შეიძლება ვერ გადაარჩენს, მაგრამ დროებით მაინც ხომ არ გადაავადებს აი ამ გადაწყვეტილებას. არა, ბიზნეს აქვს თავის დღის წესრიგი. ბიზნეს ეხა არც მოხსნის, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ხო? ბიზნეს ელოდება ირანის ირგვლივ გავითარებული მოვლენების ფინალს, ხო? რომ აი საით მიდის ეს ყველაფერი, ხო? აი ეს ალიანსი ბოროტების ღერძის, რუსეთი, ირანი და ასე შემდეგ რა ხდება? ამას ელოდება, რომ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება რას აკეთებს, რა ტიპის ქვეყანას აშენებს და რა ორიენტაციით აშენებს, ხო? ხო და რა შეეხება ეხა ზელენსკი ფიცოსაც შეხვდა რა, ესე იგი შეუყვარდა ფიცო თუ რა, ვერ გავიგე. ზელენსკის აქვს როგორც ღირსეულ ლიდერს ის ესე ფიქრობ ტერსაც უნდა ელაპარაკო, ხო? ტერსაც უნდა ელაპარაკო. კობახიძეს რო შეხვდა და რო ელაპარაკა, თქვენ გონიათ რა უთხრა? დიპლომატიური არა, ფიცოსთან შეხვედრის მიზეზი შეიძლება სხვა ყოფილიყო, იმიტომ რომ ვიცით რომ იქ სლოვაკეთიც ბლოკავდა უკრაინისთვის 90 მილიარდიან დახმარებას, მაგრამ აი კობახიძესთან რა საკითხები ქონდა ისეთი გადაუჭრელი, განსახილველი, ეს არის ძალიან საინტერესო. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს იყო რა ქონდა დემონიზმი, ბიჭო? საქართველოს ხელისუფლება, ეხა ის რომ უკრაინის მიმართ, აი ესეა, რუსეთის მიმართ აბსოლუტურ ლოიალობას ინარჩუნებს საქართველოს ხელისუფლება დიდი ბოდიში, მაგრამ მათი ჩვენი ხელისუფლების თავი ღერძი რაზე გადის? უკრაინისგან მტრის ხატის შექმნით, უკრაინასთან ერთად ევროკავშირის ზედ მიყოლებით,
ხო და ზელენსკის პირადი შეურაცხყოფებით ყოველდღე კაცო რა ვერ გავიგე თქვენ რა გონიათ რომ ზელენსკი მამის შესახებ არ იცის მარტო ჩვენ რა თქმა უნდა შორსვალი მაზრისგან რომ ზელენსკის რას მშუტურებს მარტო ჩვენ გვესმის ზელენსკი არ იცის ამის შესახებ თუ ზარქუა რა ეს არის ოპოზიციონერია ან მაჭარაშვილი რეალურად ოპოზიციონერი თუ რა ხდება ერთი დედას არაგინებენ დღედაღამეთ ორი ზელენსკი დარს და ცოცხალს უტრიალებს თელი ხელისუფლება ჩვენი. ანუ ფიქრობთ რომ სწორედ ასეთ საკითხებზე შედგა დიალოგი უკრაინის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერს შორის? ნუ რა თქმა უნდა დიპლომატიურ ენაზე ეხა მართლა ხო არ აგინებდა. დიპლომატიურ ენაზე უთხრა რომ რა ხდება რა? რა შვებით ხო? დიპლომატიურ ენაზე რა თქმა უნდა ამაზე იქნებოდა ლაპარაკი და დიდი ბოდიში ომით რო გვაშინებდნენ აი უკრაინა ომში გვითრევს მეორე ფრონტი და ასე დიდი ბოდიში მაგრამ ეხლა სომხეთში ეს ამბავი რო ხდება ფაშინიანს ომი უნდა რა ხდება სომხეთში რატო მithumetes რუსეთის ბაზა დგას იქ და არ მომხდარა აპოკალიფსი ხო ეს ჩვენ რო გვატყუებენ და გვაბოლებენ რას გვატყუებენ ვერ გავიგე რა სომხეთში რუსეთს აქვს ბევრად მეტი ბერკეტი ვიდრე საქართველოში მაგრამ ვერც ვერაფერი ვერ ქნა რა და ჩვენ რატო გვაშინებენ ესე ომით რომ თურმე ჩვენ ეხა რუსეთს თუ ენის მოჭრებით არ ველაპარაკებით ხვალ რაღაც საშინელება მოხდება თუმცა არის სხვა საკითხებიც ანუ რაც შეიძლებოდა ყოფილიყო უკრაინასა და საქართველოს მხარეებს შორის არ ვიცი დიალოგის საგანი სააკაშვილის საკითხი მაგალითად იცით რას ურაცხადა თვითონ ეხა იქ დაჭდეთ და რაღაც მოლაპარაკებები არაფერი არ იყო ეს ხმის ამბები იქ არ იყო კაცო ზელენსკიმ თავის პრეტენზიების ნუსხა წარუდგინა და გამოტრია და პასუხისთვისაც არ მოусმენია კაცო რა თქვენ გონიათ ამათმა ხმა ამოიღო ეს იყო მონოლოგის რეჟიმის იმან თავის პრეტენზიები წაუყენა ეხა კარგად იფიქრეო და წავიდა რა აი ეგ მოხდა მეტი არაფერი თქვენ რა გქონდა ეხა იჯდნენ და მოლაპარაკებები გაიმართა და ზელენსკიმ რაღაცა უთხრა და ამარა რისი პასუხი შეეძლო ვერ გავიგე რა მიხეილ სააკაშვილის საკითხი ფიქრობთ რომ არ იქნებოდა დასმული აი ამ შეხვედრაზე იგივე ზელენსკის მხრიდან იმიტომ რომ ქართულოცნებას თავის მხრივ ადეიშვილის საკითხი აწუხებს და აქვს პრეტენზიები უკრაინის მთავრობის მიმართ პერსონალურ საკითხებზე ეხა იქ ეხა აი კიდევ ვამბობ ჩვენს ხო არ ყოფილა მოლაპარაკებები ეს იყო ფეხზე დამდგარი ესე რომ ვთქვათ მონოლოგი ხო ზელენსკის მხრიდან ეხლა სააკაშვილზე ეხლა რა ვიცი შეიძლება თქვა კიდევაც მაგრამ ეს რო არ არის პრიორიტეტი ეხლა ხო გასაგებია რა შეიძლება უთხრა შეიძლება არ უთხრა ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა ხო მაგრამ ასეთი შეხვედრები ანუ შემთხვევით ხო არ ხდება რომ აი შეხვდნენ სამი არაფერი იმას ხონდა საქმე ერთმანეთს რომ მოდი გვერდზე გავიდეთ დავილაპარაკოთ აი ნახეთ ადამიანურ დონეზე განვიხილოთ რა მე ეხა აი სადმე სუფრაზე დამპატიჟეს და ეს მართლა სუფრაზე იყო დაპატიჟებული იმიტომ რომ არავის არ აინტერესებს ეხა პოსტალიონთან ლაპარაკი იქო ყველა მიცის რომ ეს არის პოლიტიკური ნოლი ხო ეს არ იღებს გააწყობილებებს კობახიძე და პოსტალიონთან ეხა ლაპარაკი ვის რა სჭირდება ხო და აქედან გამომდინარე ეხა სუფრაზე და ვიღაცა ადამიანი ზის იმ სუფრაზე რომელიც დღე და ღამე გლანძღავთ სილს გწამებთ და ასე შემდეგ გაგეჩნდებათ სურვილი რომ კითხოთ ხო რა გინდა ძმაო რა სმერჩი ხო აი რა გინდა რა პრეტენზიები გაქვს აი ეს მოხდა მეტი არაფერი არ მოხდა არანაირი მოლაპარაკებები სახელმწიფოთა შორის იქ არ ყოფილა კაცო ანუ ექნება თუ არა აი ამ შეხვედრას გაგრძელება და დავინახავთ თუ არა პოლიტიკურ ურთიერთობაში რა ექნება აი კურდღელივით ეს ჩუმად იყო ეხა ჩამოვლენ და გააგრძელებენ უკრაინის გინებას იმიტომ რომ ზნეს ვერ იცვლიან ესენი ვერ იცვლიან არა აქვთ ეს მანევრი ისევ deep state-ი და ომი და მშვიდობის საკითხზე უნდა ილაპარაკო რა მეტი რა აქვთ აი რამე აქვთ აქტივი რო სხვა რამეზე ილაპარაკო ისევ უკრაინის ლანძღვას გააგრძელებენ არა პრემიერის შესაძლო ასე ვთქვათ ცვლილების საკითხს მინდა დაუბრუნდეთ თქვენ თქვით რომ ივანიშვილიო ამზადებსო ამ თემასო და უნდა რომ რაც შეიძლება მაღალი ფასი დაადოს ამ გადაწყვეტილებას
უკვე მომზადებული აქვს, მაგრამ ნუ ელოდება როდის აიწევს მისი გადაწყვეტილების ფასი, ხო? პოლიტიკურ ბირჟაზე შეიძლება ასე ითქვას. მაგრამ ეშაფოთზე თავი კლუბშია გაყოფილი, ეხა ბიზნესია დამოკიდებული, ეხა სკავს ფეხს როდის წაკრავს რა. ხო, მაგრამ შემცვლელიც გამზადებული ეყოლება. ასების კომისიით ეშაფოთზე საბოლოო ჯამში ისეაც გააწყვეტილი ქონდა, მაგრამ ეხა ისეთი საბაბი მიეცა. რითაც ძალიან მარტივად ყოველგვარი ესე რომ თქვა სიურპრიზების გარეშე ჩარეცხავს ამ ფასების კომისიით. შიგა ამბავში ვამბობ, ეხა გარეთ ამას როგორ გააფორმებს ეს ცალკე თემაა, უნდა შეახოცოს თელი ეს ჩოდოები, მაგრამ რო შეახოცოს ხომ უნდა იცოდეს რა შეახოცოს. ეს რო გაიგოს ჯერ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთის იმპერიაში ბრუნდება თუ უბრალოდ აზერბაიჯანული ტიპის ავტორიტარის საშენებს. ვერ მიიღო ეს გადაწყვეტილება ჯერ არ იცის. იგით პუტინის ეშინია ჯერჯერობით. თუ პუტინი ამ პერიოდში იმდენად დასუსტდა რომ გადაგდება შესაძლებელი იყო გადააგდებს. მე თვითონაც ჩვენი ურათებლის უკვე ბაქოში ევროკავშირის სამიტებზე. თვითონ ასე ვთქვათ პოლიტიკური ლიდერის რანგში იulis სამიტებზე თქვენ ფიქრობთ რომ ნაკლებად სავარაუდოა, მე კი ურჩევდი მას რომ ეს ნაბიჯი გადადგას და მე თქვენი ეთერითაც არაერთხელ მithქვამს, ხო? იმიტომ რომ მას ახლა ჭირდება სერიოზული პოლიტიკური იმუნიტეტი, ახლა ეს ბუჩქებში დამალვა, როდესაც ყურები ესე რომ ვთქვათ, მუდმივად გიჩანს იმ ბუჩქებიდან, მარაზმია რა. და ვერანაირად ესე ურთიერთო ამ სტერილიზაციის რეჟიმიდან ვერ გამოვა, რაც არ უნდა გენიოსი მოიყვანოს პრემიერ-მინისტრად, იმიტომ რომ ყველას მაინც ექნება განცდა, რომ პრემიერ-მინისტრი არის ნომინალური. ანუ არ არის ნამდვილი პოლიტიკური ფიგურა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე ეს ამჯობინებდი, მაგრამ მისთვის და ქვეყნისთვისაც ესე იქნება. და ყავს მას გენიოსები პრემიერობის სათადარიგო სკამზე და რამდენად გრძელია ეს სკამი, ესე ძალიან საინტერესო, ამ პირიქით ძალიან მოკლე. რუსეთის იმპერიაში მივყავართ, უნდა დანიშნოს ვიღაცა კიბროწაშვილი, თუ აზერბაიჯანის მოდელზე გადავდივართ, მაშინ კინწურაშვილი. გვარები პირობითია რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა, გვარები პირობითია, ამას მეც მივხვდი, მაგრამ თვითონ რა შემთხვევაში შეიძლება კიდევ ერთხელ შევიდეს ერთი და იგივე პოლიტიკურ მდინარეში? ნუ რა პოლიტიკური ლოგიკით სასურველია რომ ესე მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ის მიუღებელი ფიგურაა და ბევრი აღშფოთდება ეხლა რატო ქვეყნისთვისაც ესე ჯობია ინსტიტუციური წესრიგი ამ გარდამავალ პერიოდში, ხო, თუ ეს გარდამავალი პერიოდია, ინსტიტუციური წესრიგი დაბრუნდეს ქვეყანაში. ანუ პრემიერ-მინისტრი იყოს არა უბრალოდ ვიღაც ნომინალური პოსტალიონი, არამედ პირი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს. მისთვისაც კარგია, იმიტომ რომ ეს მას გარკვეულ იმუნიტეტს შეძენს ძალიან ცუდი მოლოდინების ესე პირისპირ, ხო? გარკვეული იმუნიტეტი ექნება, ცოტა გაერთობა კიდევაც არ დაიღალა, ეხლა აბასთუმაში ჯდომი და რამდენი შეიძლება, ხო? ცოტა ფიზიკურ დატვირთვასაც მიიღებს, რაღაც გაცოცხლდება, ხო? გაცოცხლდება, გამოწვევს რაღაც საინტერესო ცხოვრება დაეწყება. სხვათა შორის ძალიან ბევრი მარტო ზეტების კითხვა ხო არ არია რა და ტელეფონზე რეკვა და ბრძანებების გაცემა. ცოტა ნორმალ ხალხს გაერევა, კოსტუმს ჩაიცმევს, ავსტუმს გაიკეთებს და რა გაერთობა ცოტა რა. სხვათა შორის ახლა ის ეტაპია, როდესაც ბევრი ჭორმართალი ვრცელდება ხოლმე და თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ასეთი ჭორების გავრცელება რაღაცა ერთგვარ საინფორმაციო კამპანიასაც ემსახურება ხოლმე, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან თითქმის ყველა ასეთი ჭორი მართლდება. რას ფიქრობთ ვერსიაზე, რომ შესაძლებელია სწორედ მამუკა მდინარაძე იყოს ის მომავალი კადრი პრემიერობის? ნუ ეხლა მე პრაქტიკულად გამოვრიცხო, ეხლა აქ ისეთი სიგიჟე ეხლა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ეხლა დინარაძე ღრმად არასერიოზულია. არა, კაცო, დინარაძეს დაწუნებები ძინა აბსოლუტურად არასერიოზულად უყურებს, ხო? ეხლა თქვენ რა გონიათ, მართლა წარმატებულია, მართლა ჭკვიანია დინარაძე, კაცო? ის ისე მივიდა სუში და ისე წამოვიდა იქიდან, რომ დღესაც არ იცის რა ორგანიზაციაში იყო.
ალბათ კორიდორებში დასცინოდნენ დილიდან საღამომდე, ხო? პირში უცინოდნენ რა მაგარი ხარო ეუბნებოდნენ და ესე დასცინოდნენ. გენერლის წოდება კი წამოიღო ბატონო გია და იცოდა თუ არ იცოდა სად მუშაობდა, ყოველ შემთხვევაში ადამიანები 10 წლეულები მუშაობენ და მათ არ აქვთ ხოლმე ბედნიერება რომ ასეთი წოდების ღირსნი გახდნენ. ხო, ზუსტად ამიტომ ის არის კლასიკური ესე რომ ვთქვათ, მე მას უწოდე თავის დროზე ქართული პოლიტიკის ასინეთა, ხო? ვაი ჭორები რაღაცა ტრუსკავეცი გახსოვთ, ხო? მიშა ტრუსკავეცი ისვენებდა და შემდეგ და ეგრეთ წოდებული საქორწილო გენერალი. რუსებს აქვს აი ესეთი ტრადიცია, რომ ქორწილში უნდა დაპატიჟონ გენერალი და ეხლა ნამდვილ გენერალს ვინც ვერ შეუძლებს არიან ესეთი ესე რომ ვთქვათ გადამდგარი გენერლები, ბევრი ჩინმენდლებიც და ქორწილში ეპატიჟებიან და აი გენერალი ყავს ქორწილში. ეს არის დინარაძე, ამის იქით არ წასულა და ეხლა ეს წოდება ხო საერთოდ კომედია, ხო, ტრაგიკომედია მე ვიტყოდი, ხო? თვითონ არ წვენოდა, ვერ გავიგე. მე მგონი ერთი დღე არ უმსახურია საერთოდ და არათუ ჯარში არა სპეცსამსახურებშიც არ ვიცი ეხლა ალბათ თანამშრომლობდა, მაგრამ სამსახური არ ქონია ეს და შესაბამისად ეხლა თვითონ არ წვენია. თვითონ იგივე სუსის თანამშრომლების არ წვენია, რომლებსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს ამას და თუ არ ვწდები ძალოვან უწყებებში სულ მინიმუმ 4 წელი არის, ყოველ 4 წელიწადში ხდება ხოლმე ისიც ასე ვთქვათ დამსახურების მიხედვით. ამით ხო ჩანს ამ ადამიანის მენტალიტეტი. აი ესეთ რაღაცას რო შეიფერებ. აი მე რო ეხა ვიღაცამ შემოთავაზოს, რა ვიცი, ეხა მედიცინის დარგში აკადემიკოსობა. და მე რო შევიფერო რა. ხო სამარცხვინო იქნება. აი ესეთ სამარცხვინო კაცთან გვაქვს საქმე რა. კი ბატონო და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, აი თქვენ ბევრს აკრიტიკებდით ხოლმე განსაკუთრებით არ ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში რომ ნაცვლად აი ამ სატელევიზიო ეთერებისა მეტი კომუნიკაცია გქონოდათ ხალხთან და ეხლა ვხედავთ რომ შეხვედრები აქვთ როგორც ღია ისე დახურული ფორმატის აგერ რა დარჩა რამდენიმე დღეში 6 დღეში უკვე დაიწყებენ კარ და კარ სიარულს იმისათვის რომ 26 მაისის ღონისძიება ბისთვის მოემზადონ და აჩვენონ ძალა როგორც ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით ისე საერთაშორისო საზოგადოებას, რადგან წარმოსჩინე როგორც პოლიტიკური ალტერნატივა საერთაშორისო პარტნიორების თვალშიც მათ შორის ფიქრობთ რომ აი ეხლა მაინც დაიწყო ოპოზიციამ სწორი გზით სიარული რის გამოც თქვენ მუდმივად საყვედურობდით. ეს არის საჭირო რომ კომუნიკაცია ხო ძალა ხო ხალხშია, ძალაუფლება ხალხშია. ხალხის მხარდაჭერა ავსებს შინაარსით პოლიტიკურ პარტიებს, თორე ხალხის გარეშე ეხა პარტიის რეგისტრაცია ეს დავარეგისტრირებ პარტიას, რა პრობლემაა, ხო? ხალხის მხარდაჭერა აძლევს პარტიას ძალას. ხალხის მხარდაჭერა მხოლოდ დიალოგით მოიპოვება. ეხა ჯერჯერობით რასაც უყურებ, მე აი ეს იმედს დაიწყე შეხვედრა, შენ აქტივს რო წახვალ სადღაც და საკუთარ აქტივს რო შეხვდები, მე ამას არ ვეძახი ხალხთან შეხვედრას. ჯერჯერობით ძალიან სუსტი სურათია. ეხლა ამ კარდაკარი და იმით რა სიზამები ნახოთ რა, მე არ მინდა ეხლა ძალიან სკეპტიკური ვიყო, მაგრამ მე რას უყურებ ეს ალიანსის შექმნეს და ერთმანეთს ჭამენ დღემდე. ხო, ის ვერ გადაუწყვეტია და ნაციონალური მოძრაობა გავაარგა. დღემდე ამაზე ლაპარაკობენ და ეს არის მთავარი თემა. ხო და სხვა პარტიებზე რავი საერთოდ რა გითხრათ, ხო და შეხვედრები ჯერჯერობით ატარებს აი ესეთ ფორმალურ ხასიათს. საკუთარ აქტივ შეკრიბავენ, რაღაცა კონცერტიც გაუმართია და მე მგონი მათი აქტივიც არ იყო სრულად წარმოდგენილი. აი ამ დონეზე ვარ ჯერჯერობით. კეთილი, მადლობა. გია ხუხაშვილი პოლიტოლოგი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი უნდა შემოგვიერთდეს. მოგესალმებით ქალბატონო თამარ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. არ ვიცი გესმოდათ თუ არა, ხუხაშვილი საუბრობდა რომ ოპოზიციურ ფლანგზე ჯერჯერობით სურათი სუსტი არის, ფორმალური ხასიათის მატარებელიაო ეს შეხვედრები, ძირითადად საკუთარ აქტივთანო, თუ გნებავთ რომ ვიცი, უპასუხოთ, თუ არა და შეგვიძლია გადავიდეთ სხვა თემაზე. არ მაქვს დაქირავებული თუ რაღაც ლელოს
ლელოს თუ მამუკა ხაზარაძის თანაშემწეებთან დიალოგში შესვლის შესაძლებლობა პარტიაში შევიდეს, დებატებში დაგვიჯდეს და ყველაფერს გავცემთ პასუხს. კი ბატონო, ანუ ამ ეტაპზე ახლა ეს რაღაცა განგზე გაყენებული თან ხაზარაძის რაღაც ნარატივს ატარებდეს და იქიდან გაბიაბურებას უკეთებდეს ყველაფერს, სადაც ხაზარაძე არ არის. ანუ ეს აწუხებს მხოლოდ ეს არის ზუსტად ისეთივე ყალბი ნარატივი, რასაც ეხა ქართული ოცნება აწვება, ხო და ეხა სერიოზულ დიალოგში შესვლა მით უმეტეს წინ რო არ გიზის არ არის საჭირო. თუმცა აი ქართული ოცნებისგან, მათი პროპაგანდისგან ხდება მუდმივად აქცენტირება იმაზე, რომ რაღაცა დახურულ შეხვედრებს აწყობთ. მართლაც რაღაცა ისეთ დახურული ფორმატი არის და თუ არის ეს დახურული, რას ემსახურება? შენ ხო ჟურნალისტი ხარ, ემა? დიახ. შენ ხო ჟურნალისტი ხარ, ემა? შენ ხო არა ხარ და არა ხარ ნამდვილად თუთიყუში, რომელსაც იმეორებს, რასაც ქართული ოცნება იძახის, ხო? შენ უნდა მოიძიო შენ თვითონ ინფორმაცია და ნახო, რავი მე ხარ 8 საათი ქუჩაში ვიყავი და 9 საათი ოთახში ვხვდებოდი 1 საათი ადამიანებს და ქუჩაში დავდიოდი დაცვის გარეშე, ყოველგვარი რაღაცა ამალის გარეშე ადამიანებს ველაპარაკებოდი და ეს ყველაფერი საჯაროა და მეზარება ხოლმე, როდესაც ის რაც უკვე გავასაჯაროვეთ და საჯაროა ჟურნალისტებს უნდა მოუყვე ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტმა თავისი ფუნქცია შეასრულოს და ჭეშმარიტება რაც არის პირდაპირ უთხრას მაყურებელს. კი ბატონო, ჩვენ ვნახეთ თამარ, მოდი ვიტყვი პროგრამა ქონდა. დღის განმავლობაში, ბოდიში. კი ბატონო. ბოდიში. კი ბატონო. ანუ ჩვენ ვნახეთ დღის როგორც დახურული განმავლობაში ვიარეთ ქუჩაში, შევხვდით ადამიანებს, ეს ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეხვედრაზე არ მოვიდოდნენ და შემდეგ გავაკეთეთ შეხვედრები იმ ადამიანებთან დახურული ტიპის, რომლებთანაც გვინდოდა რომ გულწრფელი საუბარი გქონოდა ის ადამიანი, ვინც მოდის. შენ კამერის წინ ყველაფერს იტყვი? არა, რა თქმა უნდა. ხო და ამიტომაც დავაზუსტე, იმიტომ რომ მე რა ხო და აბა რატო გადაწყვეტეთ რომ ეხა ის ადამიანები ტიპის შეხვედრებით და იყო დახურული ტიპის შეხვედრებით, სადაც არასას უსიამოვნო, ასე ვთქვათ, მომენტიც შეიქმნა. დახურული ყველას შეეძლო მოსვლა პრესისთვის იყო დახურული. პრესისთვის იყო დახურული, კი ბატონო. კი ბატონო, გასაგებია. ჩვენი პრესისთვისაც, ქოცების პრესისთვისაც, ყველანაირი პრესისთვის იყო დახურული. ანუ არასოდეს არც ერთი შეხვედრა, სადაც მხარდამჭერებს ხვდებით და გულახსოვს საუბარი გვინდა გქონდეს, არ არის პრესისთვის ღია. იმიტომ რომ გვინდა რომ მაქსიმალურად გახსნილი იყოს ყველა. როგორც შენ არ იქნები გახსნილი, აგერ ჟურნალისტი ხარ და სხვებზე მეტად დაცული ხარ, ზუსტად ისევე გვინდა შესაძლებლობა მიცვეთ ეხა. რაც შეეხება იმას, რომ მედია, ნუ გადაღება ვისაც უნდა და ყველამ გადაიღო, ხო? სასტუმროსთან ხო არ დაგვიყენები არავინ და არ შემოუშვათ მედია, არ გვიტყვია. უბრალოდ შეხვედრას არ დავასწრეთ კამერები, იმიტომ რომ როგორც შენ, როგორც მე და როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ყველაფერს არ იტყვის, რაც აწუხებს კამერის წინ, ზუსტად ასე მოვეკეცით იმ ადამიანებსაც და რა საჭირო ახლა ეს ოცნების პროპაგანდაზე კიდე ერთხელ ვარდისფერი სპილო რო არა ვარ ამის იმტკიცება, ხო? შენ თვითონ შეამოწმე და ნახავ. კარგი, თამარ, არ მიკითხავს გასაღიზიანებელთ, უბრალოდ ყოველს გვაინტერესებდა რა ხდებოდა ასეთი ტიპის შეხვედრებზე. ემა მომისმინე შეხვედრებზე რა ხდებოდა? შემოხვდა ეს ვიდეო, ვუყურე ეს ვიდეო და გამიჩნდა ეს შეკითხვა. რომელიც თვითონ ამოწმებს ფაქტებს. ასე იმანის თქვა და აბა შენ უპასუხე და ამანეს თქვა და ეხლა შენ უპასუხე. არა, ამ რაღაცა ბაზარს არ მიკითხავ თამარ, შემომხვდა სოციალურ ვიდეო. ვუყურე და ამის საფუძველზე, ამ ინფორმაციის საფუძველზე დავსვი შეკითხვა, მივიღე პასუხი. გავიაროთ ახლა ეს თემა და გადავიდეთ სხვა საკითხზე. ვერ ნახე ქუჩებში რა დავდივარ. არა, თამარ, ესეც ვნახე, რა თქმა უნდა, კარდაკარიც ვნახე და ამ ფორმატის შეხვედრაც ვნახე, ამიტომ რატომ ეკითხები ხა ქოცების პროპაგანდაზე დროს რატომ აკარგინებ ამ ხელახალს? ანუ ქოცების პროპაგანდა არის თუ კი მე გამიჩნდა შეკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით და არ ვიცი მე თქვენ თუ შეურაცხყოფა არ მომიგებია რატომ ასე ვთქვათ ჩათვალეთ რომ გეკითხებით რაღაც სისულელეს კი ბატონო ხიარულად დარბოდი ქუჩებში და არანაირი ინციდენტის მსგავსიც კი არაფერი არ მქონია ეს არ მიგულისხმია და არც ყოფილა ეს ქვეტექსტი ჩემს შეკითხვაში მე მეგონი თქვენ ხართ ზურა ჯაფარიძეც გიგა ლემონჯავაც ყველა არ მე მიყვარს პროფესიონალიზმი ემა
მე მედია მინდა რომ იყოს პროფესიონალი და როდესაც პროპაგანდისტულ ტყუილებს ისვრიან, თავად ამოწმებდეს ამ ტყუილს და სიმართლეს ეუბნებოდეს მაყურებელს. მე კი არ მამტკიცებინებდეს იმას, რომ ეხლა ორი ყური მაქვს, ეხლა და ორი ხელი მაქვს. ხო, თვითონ ამბობდეს, რომ აგერ ორი ხელია გადამიან. შენ ნახავდი ინფორმაციის გადასამოწმებლად თამარ და პროფესიონალიზმის შეფასება კიდევ რა ვიცი ძალიან ეს არ არის ინფორმაცია კრიტერიუმია გადავიდეთ სხვა თემაზე ძოებული მხარე ხო? კი ბატონო, მე შეიძლება მოგატყუო. შენ უნდა გადაამოწმო. ხო და ვამოწმებ თქვენთან, თამარ ძვირფასო, თქვენთან ვამოწმებ, თქვენ უშუალოდ ხარ არ უნდა შეხვედრებისთან უნდა ორგანიზატორი თქვენ ხართ. უნდა ნახო. და ის ადამიანი, ვინც მაქვს სისულელეს გეუბნება, უთხრა რომ არა. მე ჩემი თვალით ვნახე, რომ იმ ადამიანებს ქუჩაში ქონდათ საათების განმავლობაში შეხვედრები. ფინ რა უნდა მითხრას? დადიოდნენ გარცხოობით ქართული ოცნებისგან, როდის ნახეს ბოლოს? ბიძინა ივანიშვილმა როდის ჩამოართვა ბოლოს ხელი მაგათ დაცვის გარეშე, ვინც მაგას იგონებს? როდის გავიდა კობახიძე ქუჩაში ხალხისთვის ხელის ჩამოსართმევად დაცვის გარეშე? თქვენ რეაგირებთ ძალიან მწვავედ. ამას უნდა უტრიალებდე და შენ მე მალამახარჯინებ შესახებ ქართული ოცნების პროპაგანდაზე, რომ დედამიწა მრგვალია. ზედმეტად რეაგირებთ იმაზე, თუ რას ამბობს თქვენზე ქართული პროპაგანდა და ეს ზედმეტად არ რეაგირებ. პროფესიონალიზმის ნაკლებობა მაწუხებს. ზედმეტად არ შეიძლება რომ ვირეაგირო არაპროფესიონალიზმზე. და ეხლა რომ ჩვენ ამაზე დროს ხარჯავთ, არის ჩემთვის არაპროფესიონალიზმი, იმიტომ რომ მედიის პროფესიული მოვალეობაა რომ შეამოწმოს ფაქტი. კი ბატონო, თამარ, გთხოვეთ რომ ნუ ღარ დავხარჯავთ ამაზე დროს. ნუ ღარ დავხარჯავთ ამაზე დროს და გადავიდეთ სხვა საკითხებზე. იქნებ სხვა საკითხებთან მიმართებაში მაინც გამომივიდეს ოდნავ პროფესიონალური შეკითხვა. აი რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ვიზიტს სომხეთში, უშუალოდ ერევანში, ევროპის პოლიტიკურ სამიტზე, თქვენ დაწერეთ თუ არ ვცდები, თუ არის მოუკარი, ვამოწმებთ თქვენთან იქნება და ეს ინფორმაციაც ფეიქია და არ არის სწორი, რომ რაღაცა ცალფეხზე დგომით კობახიძე ცდილობდა შეტენვოდა და ზელენსკის ამ დროს ჩვენ უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ვიცით რომ თვითონ უკრაინის მხარის ინიციატივით გაიმართა ეს შეხვედრა. რატომ გამორიცხავთ რომ აი ქართული ოცნება პირველი ინიციატივა ხო არ არის უკრაინის მხრიდან? პირველი ინიციატივა მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინას როდესმე არ დომებია კობახიძესთან შეხვედრა, მაგრამ ტრად, კლოუნად, დიპსტეიტის მიერ ომის გამჩაღებლად და რაც ხავდნენ, ხო? ზელენსკი მუდამ მოწადინებული იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც შეიძლება საქართველო განიხილებოდეს რუსეთისთვის სანქციების არიდების შავ ხრელად, შეხვედრა ქონოდა. ესენი უქნევდნენ წიხლებს ომს გვაწყებინებო და ეხლა ვეღარ უქნევენ. როგორ გაიგეთ თუნდაც აი ანუ ეგ შეიცვალა თორე ზელენსკი სულ მოწადინებული იყო რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ქონოდა მეგობრული კონსტრუქციული ურთიერთობა. უბრალოდ ეს არ გამოდიოდა ხო? ეხლა ვნახე კიდე კაი გაუწოდა ისე ხელი ზელენსკიმ, თორე ობოლი ბავშვით კი იდგა შუაში. გარშემო ვხედავდი ხელს როგორ ართმევენ ერთმანეთს იქ დამსწრეები და ეს იდგა ეს შუაში ესე ობოლი ბავშვით. ხო და არისო გადაუჭრელი საკითხებია. გამოიყვანა უხერხული მდგომარეობიდან. არისო გადაუჭრელი საკითხებიო თქვა ზელენსკიმ და მნიშვნელოვანია ყველა დონეზე იყოს დიალოგიო. თქვენ როგორ გაიგეთ რა გადაუჭრელ საკითხებს შეიძლება გულისხმობდეს უკრაინის პრეზიდენტი, იმიტომ რომ გაჩნდა მოსაზრება რომ ხომ არ იყო საუბარი მაგალითად მიხეილ სააკაშვილზე, ხომ არ იყო საუბარი ზურაბ ადეიშვილზე. გამორიცხავთ რომ ეს თემატიკაც ყოფილიყო შემადგენელი აი ამ საუბრის. 99.9%-ით გამორიცხავ რომ რომელიმე პიროვნებას შეეხებოდა ანუ იმას რა ქვია მათი საუბარი იყო უკრაინის ეროვნულ ინტერესებზე. უკრაინის ეროვნული ინტერესებია ის რომ საქართველო არ იყოს რუსული სანქციების არიდების შავი ხვრელი და რა ადეიშვილი ხალხო ანუ ყველაფერი პერსონალური როგორ ხდება. რა შუაშია პერსონალიები? რა შუაში არის პერსონალიები მაშინ როდესაც უკრაინაში ეს რა ქვია ხალხი იხოცება და ეს რა ქვია ომშია რუსეთთან და რეალურად ჩვენს დამოუკიდებლობასაც დღეს უკრაინა იცავს.
ანუ ეს საკითხი საჯაროდ სააკაშვილის საკითხი უკრაინული ოფიციოზის მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა და შესაბამისად სწორედ ეს შეიძლება ყოფილიყო ამ ვარაუდის საფუძველი. და მეორეს მხრივ ქართულ ოცნებას მე როგორ უნდა გითხრათ, ეგ შენც ვარაუდობ და მეც ვარაუდობ. მე გამოვრიცხავ. აბსოლუტურად გამოვრიცხავ მაგას. და თქვენ შეგიძლიათ ივარაუდოთ. ზუსტად მაინც არ გვეცოდინება ხო არც ერთ. კარგი, რადგან სააკაშვილი ვახსენეთ მისი დღევანდელი გამოსვლის შინაარსიდან გამომდინარე მინდა რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ. არ მისმენია. გესმით ჩემი ხმა, თამარ? კი, ოღონ არ მისმენია სააკაშვილის. კი ბატონო, მან თქვა რომ მე რომ ყოფილიყავიო ხელისუფლებაში, ეს სამიტი საქართველოში გაიმართებოდა და იმედია ამაში ეჭვი არავის ეპარებაო. არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა პარტიის ლიდერი რას ლაპარაკობს, იმაზე კომენტირება, მით უმეტეს ჰიპოთეზებზე. ანუ როგორც ჩანს ეს გარკვეული ეროვნული ხელისუფლება რო გვეყოლება, ცხადია რომ რეგიონის ცენტრად გადაიქცევა ისევ საქართველო. ამას სჭირდება რეჟიმის ცვლილება. სხვათა შორის უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მისგან ოპოზიციური ალიანსის თუ ოპოზიციური ალიანსში შემავალი კონკრეტული პარტიების ლიდერების მიმართ კრიტიკა არ მოგუსმენია ხა თუ არ ჩავთვლით იმას, როდესაც თქვა რომ ნიკა მელიას გამრცელი წერილი მივიღე და სიმართლე გითხრათ ვერაფერი გავიგეო. რაც თქვი ის ხდება, რომ წესებზე დამორჩილება მოუწევს. ჩვენ ემა ბიძინას რატომ ვერჩით შენი აზრით? ანუ ვიცი რატომ გვინდა რომ ბიძინა არ იყოს ამ ქვეყნის მართველი? თქვენ ერჩით ზოგადად ასე ვთქვათ იმიტომ რომ თავს კანონზე მაღლა აყენებს მართლობას თავი კანონად გამოიცხადა და თავი რო კანონად გამოიცხადა იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს საქართველო კარგავს დამოუკიდებლობას ქართველი ხალხი ეშვება სიღატაკეში ქართველი ხალხი ცხოვრობს უსამართლობაში ანუ ეს არის ჩვენი პრეტენზია ბიძინასთან ხო რო კანონის უზენაესობა გააუქმა ამ ქვეყანაში თავი გამოიცხადა კანონად ალიანსი რისთვის შეიქმნა? ალიანსი შეიქმნა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ცვლილების შემდეგ ამ ქვეყანაში დაამყაროს კანონის უზენაესობა ერთხელ და სამუდამოდ. რომ არავინ, არც დიდი, არც პატარა, არც პრეზიდენტი, არც ჩრდილოვანი მმართველი, საერთოდ არავინ არ იდგეს კანონზე მაღლა. ანუ სააკაშვილის მხრიდან რომ ალიანსი შექმნილია ამ პრინციპით. ალიანსი არაფერია სხვა გარდა წესებისა და სტრატეგიისა. თუ შენ ამ სტრატეგიას არ ღვევ, კოალიციურ მმართველობას რაღაცა ბოროტება და აცხადებ. ყველა წესს არ ღვევ, ცილს წამებ ადამიანებს. ხო, კრიტიკაში ხო არ არის საქმე, ცილს წამებს, ანუ ყველა ალიანსის წევრი უცებ მოუარა და გამოგვაცხადა ბიძინასთან გარიგებულებად, ხო? და ეს არის შანტაჟი რეალურად, რომ თუ შენ მე ლიდერად არ მაღიარებ, მე შენ ცილს დაგწამებ, მე შენ ბიძინასთან გარიგებულად, ეს დიდი ხანია გრძელდება. უბრალოდ ვითარებაა შეცვლილი ახლა და შესაბამისად, ანუ თვითონ შეთანხმებაც რაში შემოსვლაც სააკაშვილმა გადაწყვიტა. პირდაპირ და გახსნილად ამბობს, რომ ვინც არ იცავს წესებს და არ აღიარებს სტრატეგიას, წინაპირობა არის წინაპირობა ამ ალიანსში ყოფნის არის შეთანხმებული წესების დაცვა. თუ იძახი რომ შენ წესებს თავს ვერავინ მოგახვევს და ასე აპირებ წესებზე მაღლა დგომას, ხო? თავად აყენებ ალიანსის თავს მიღმალის. შენ მოქმედებაც კი არ გჭირდება ამისთვის. გავიგეთ, თამარ, რადგან აღარ ისმის კრიტიკა მიხეილ სააკაშვილის ან მოუწევს წესების დაცვა, აქ თუ უნდა ან იქნება მიღმა, იმიტომ რომ ალიანსი სხვა არაფერია და ჩვენ ხო ნდობის აღება გვინდა საზოგადოებასთან, ხო? ნდობა როგორ ავაგოთ, რომ კანონის უზენაესობას ვაფუძნებთ ამ ქვეყანაში, მაშინ როდესაც ჩვენ რიგებში ვერ მოგვივლია ადამიანისთვის, რომელიც თავს წესებზე მაღლა მდგომად აცხადებს და ამაყად ამბობს, რომ მე ვერავინ მომახვევს თავს წესებსო, ხო? ან უნდა მოიხვიოს ეს წესები თავზე? ან ალიანსის მიღმა იქნება, იმიტომ რომ რასაც ხელი მოაწერა, იქ ქცევის კოდექსის მე-6 პუნქტი ძალიან ნათლად განსაზღვრავს. ხო და არ არის შენ კიდევ შეთანხმება მიღწეული, თამარ, სტრატეგიული მიზნების დაცვა არის ალიანსში ყოფნის წინაპირობა.
თამა, რადგან არის მის ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ისეთი მწვავე და მძაფრი კრიტიკა, ჩავთვალოთ, რომ შეთანხმება მიღწეულია მათ შორის. ისეთი მწვავე და მძაფრი არ გვაინტერესებს, ანუ ზოგადად წესები უნდა დაიცვას. მისი კრიტიკა არ არის პრობლემა საერთოდ. წესების უწესობა არის პრობლემა და კიდევ ერთხელ ჩვენ რეპუტაციულად თავს ვერ დავიზიანებთ და ვერანაირად ვერ ავუხსნით ქართველებს როგორ მოგვაქვს მათთვის კანონის უზენაესობა, მაშინ როდესაც აგერ კაცი ყავს, რომელიც იძახის, რომ მე წესებს არ დავემორჩილებიოდა. ამიტომ არ ვიცი ხა თუ გაიაზრა და ჩათვალა, რომ სწორია, რომ წესებს დაემორჩილოს, სწორია, რომ სტრატეგიული ამოცანები გაიზიაროს და ალიანსში დარჩეს, ჩვენ გაგვიხარდება, ჩვენ გაფართოვება გვინდა. პირიქით, ანუ მე მომწონს, არ მომწონს, რა აზრის ვარ, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიების შემოერთების ხარჯზე, თუ 200 კაცი მაინც ყავს წინააღმდეგობაში და იზიარებს სტრატეგიას, მე მინდა რომ ყველა იყოს ამ ალიანსში. ყველა ვინ პოლიტიკურ სხვა პოლიტიკურ პარტიებს დადიან და ყველაზე მეტად გლანძღავენ, ხო? ის ცოტნე კობერიძე და ვინ ყავთ კიდე იმ ბიჭის გვარი დამავიწყდა. მეორე ლელოსთან იყო ბოლოს მანამდე ნაცებთან დამავიწყდა იმ ბიჭის გვარი და კიდე ანადოლიძე და ეგენი ვინც გვესხმიან თავს ეგენიც თუ გაიზიარებენ ამ სტრატეგიას და შემოვლენ ანუ ჩემზე რა აქვს ნათქვამი მე მათზე რას ვფიქრობ და ასე შემდეგ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ანუ ეს არის ალიანსი ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად ეს არ არის არც საარჩევნო ალიანსი ეს არ არის არანაირი რაღაცა ორგანიზაციული ალიანსი. ეს არის ალიანსი წესების და გამარჯვების გზის გარშემო. ვინც დაიცავს წესებს, ვინც გაიზიარებს გამარჯვების გზას, ალიანსის კარი ყველასთვის ღია. ეს ეხება სააკაშვილსაც, ეს ეხება ანადოლიძესაც, ეს ეხება ხაზარაძესაც, ეს ეხება ცოტნე კობერიძესაც, ყველას აბსოლუტურად. ამაშია წესების ხიბლი ხო და კანონის უზენაესობის ხიბლი რომ ბრმა არის კანონი ყველას მიმართ ბრმა უნდა იყოს წესი ყველას მიმართ თემი და ბრმა რატო არის თამარ ხომ გესმის მიუხედავად იმისა სააკაშვილი არ ღვევს ჩერგოლეიშვილი თუ სიკინჭალაშვილი წესი არის წესი კი ბატონო რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს ანუ მისი ბოლო ერთ-ერთი განცხადება იყო რომ აუცილებელია პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების რაღაცა იდეოლოგიური იდენტობა იმისათვის რომ იქნას შედეგი მიღწეული და მოპოვებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მანამდე ისაუბრობდა ახალი პოლიტიკური ძალების შექმნაზე, რადგან ძველების მიმართ ხალხს ნდობა აქვს დაკარგული. უბრალოდ ეს ჩემი შთაბეჭდილებაა და მაინტერესებს თქვენგან, რომ სალომე ზურაბიშვილი არ მონაწილეობს აქტიურად ოპოზიციურ ფლანგზე, არ ვიცი, ალიანსის ფორმატი იქნება ეს თუ სხვა ტიპის თანამშრომლობა ალიანსთან კონსულტაციების დონეზე არ მონაწილეობს რაღაცა სტრატეგიის ჩამოყალიბებაში და ძირითადად ესეთი საჯარო რჩევებით გამოირჩევა. მაინტერესებს რატომ არ არის ის ჩართული ამ პროცესში? უნდა არ მითხრათ რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა ალიანსი არის პარტიებისთვის. სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტია. ალიანსში შემოსვლა შეუძლია პარტიას. ანუ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც იღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხელისუფლებაში, ანუ მთავრობაში მოსვლაზე. თუნდაც ეს ერთი კაცის პარტია იყოს, მთავრობაში მოსვლის ამბიცია არ გააჩნია და არც პარტია აღუდგენია, ხო, თავისი, ანუ პარტია არ არის. სალომე ზურაბიშვილი ალიანსთან დაკავშირებით არის სრულად ინფორმირებული. მე ჩვენ ძალას მასთან აქვს ინტენსიური ურთიერთობა. მან მხარი დაუჭირა ალიანსს. რაც შეეხება იმას, რომ ახლებური მიდგომები სჭირდებათ პარტიებს, რა ვიცი მე ხა 6 წელია მაგას ვლაპარაკობ, რაც 20 წელს ნახე სამეგრელოში კამპანია, დავინახე პოლიტიკურ პროცესში რა არის გატეხილი და მას მერე დემოკრატიულ გადატვირთვას ვცდილობ პარტიების და ალიანსი არის ამისი მცდელობა, ანუ
სრულიად ვიზიარებს სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას, რომ პარტიებს სჭირდებათ ახლებური მიდგომა. ახალი პარტიები ახლა საიდან დამოიტანო, ახალიც იქნება და ძველიც იქნება. უბრალოდ ძველსაც სჭირდება ახლებური მიდგომა. ქვემოდან ზემოთ სჭირდება იდენტობა თავისი, სჭირდება მოსახლეობისთვის იმის ახსნა, რას იცავს, ვისგან იცავს, რატომ იცავს, რის გაკეთებას აპირებს. მათთვის, იმისთვის კი არა იქ რაღაცა, რაც აქამდე იყო, რომ ერთი ადამიანის შიმშილობის გარშემო ან სამი ადამიანის პოლიტიკური მანევრის გარშემო ტრიალებდა დღის წესრიგი არ იქა შეკრავენ თუ არა ალიანს გახარია და რაღაცა ხაზარაძე ან მოკვდება თუ არა სააკაშვილი ციხეში ხო? ანუ ამაზე იყო მთელი წლები იყო ამაზე საუბარი. საუბარი უნდა იყოს იმაზე რაც ხალხს აწუხებს პურზე, ყველზე ფასებზე, რა საკვირველია, ეს ყველაფერი კავშირშია ჩვენს გეოპოლიტიკურ არჩევანთან, უსაფრთხოებასთან, მაგრამ გეოპოლიტიკური არჩევანი მასში უნდა იყოს ხალხის პრობლემებთან და ხალხის პრობლემებიდან გამომდინარე უნდა აიხსნას. შენ ხო გახსოვს, არ ვიცი, გეხსოვნება ალბათ, რავი, წლებია ვითხოვ დებატებს იმ თემებზე, რაც ხალხს აწუხებს. იქნება ეს განათლება, იქნება ეს ეკონომიკური მდგომარეობა, სიღატაკე, ჯანდაცვა, ხო? ანუ ამას ვითხოვ, ამაზე ლაპარაკი მინდა და არა პოლიტიკურ მანევრებზე. და ეს ძალიან სწორია, რომ ფართოვდება კონსენსუსი ამასთან დაკავშირებით და ამას ჩვენ გამარჯვებად მივიჩნევთ გარკვეულწილად ფედერალისტები. ანუ ალიანსისთვის სალომე ზურაბიშვილი თავისი პარტიით თუ ის აღადგენდა ხალხის გზა ერქვა თუ არ არსებობს პარტია სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ამის რაღაცა ჰიპოთეტურ კითხვებს მისმევს უკვე გაცემული აქვს მაგაზე პასუხი სალომე ზურაბიშვილს არაერთი ფორმატი არსებობდა მის გარშემო ან თქვენთვის არ აქვს ინტერესი პარტიის და მთავრობაში მოსვლის მას აქვს ინტერესი რომ ეს ქვეყანა დააბრუნოს ევროატლანტიკური განვითარების ისტორიულ გზაზე და როგორც მის წინაპრებს დაემართათ, იგივენაირად არ მოუწიოს ამ ქვეყნიდან წასვლა. ეს ჟინი აქვს, ვაფასებ მას ამის გამო ნამდვილად. წარმატებას ვუსურვებ, ბუნებრივია, რომ თავისი მიზანი აისრულოს და მერე წავიდეს საფრანგეთში თავის შვილიშვილთან, რაზეც ხშირად ლაპარაკობს ხოლმე. კარგი, თამარ, შეიძლება ეს შეკითხვაც არ მოგეწონოთ და არაპროფესიონალურად ჩამითვალოთ, მაგრამ ეს არ მაბრკოლებს და მაინც დავსვამ ამ შეკითხვას. მე მახსოვს თქვენ არაერთხელ გითქვამთ ჩემთან დავასრულებ თამარ ძვირფასეს შეკითხვას და შემდეგ მოგცემთ დროს პასუხის გასაცემად, რაოდენ არასასიამოვნოდაც არ უნდა მომეჩვენოს თქვენი პასუხი. თქვენ ემზადებოდით როგორც ვიცი ალიანსის ფორმატის ფარგლებში საერთაშორისო ვიზიტებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში და თუ არ ვცდები ბრიუსელიც იყო დასახელებული იმისათვის რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაგეცნოთ თავი როგორც პოლიტიკურ ხო გაქვთ რაიმე სიახლე ხომ არ მოიკვეთა კონკრეტული გამგზავრების თარიღი, დელეგაციის შემადგენლობა. იგეგმება, შეხვედრები იგეგმება. აი ახლა როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, შეხვედრები იგეგმება. ეს მოხდება 26 მაისამდე თუ 26 მაისის შემდეგ დავაზუსტებ, როდესაც დიდი დამოკიდებულია შეხვედრებზე, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მუშავდება და არ ვიცი, რაც მალე უკეთესი, მაგრამ ამავდროულად გვინდა რომ რეპრეზენტატიული იყოს, ხო? ანუ ტყუილა ახლა ამ ხელაგზაზე გავარდნა, გამოვარდნა და შევხედავთ. ჩვენ გვინდა რომ მაისში მოესწროს, შეიძლება გადაიწიოს და 26 მაისის შემდეგ მოგვიწიოს, მაგრამ მზადდება, ახლაც მზადდება იქ შეხვედრები. ვაშინგტონზე არის ძირითადი აქცენტი. რასაკვირველია, ბრიუსელის ისე არ დარჩება, მაგრამ ახლა ვაშინგტონის ვიზიტი მზადდება. შეიძლება ლოგიკურიც იყოს, გაიმართოს 26 მაისის შემდეგ, როდესაც უკვე კონკრეტული ხალხის მხარდაჭერა გექნებათ სახეზე, აი 26 მაისის მარშის ფარგლებში. კონკრეტული მხარდაჭერა ხო გვაქვს პარტიებს უკვე ისედაც სახეზე. ანუ რამდენი აქცია გავაკეთეთ პარტიებმა, რა ვიცი მე 19 ივნისს, იქ რაღაცა 27 სექტემბერს, ანუ ბევრი აქცია გავაკეთეთ, ხო, სადაც სიტყვით გამოვიდნენ პარტიები. ნაციონალების და ლელოს გარდა ყველა გამოდიოდით სიტყვით, ხალხი გვიღებდა და ასე შემდეგ. ანუ მაგ მხრივ არაფერი დასამტკიცებელი არ გვაქვს. კი ბატონო, კარგი, მადლობა, ველოდებით მიესალმებიან და უნდათ რომ გნახონდათ თან მით უმეტეს მაშინ როდესაც ხდება
ვთქვათ, ფიქრი იმაზე, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ოცნებამ იმისთვის, რომ ვთქვათ, კრიზისი განემუხტოს, ხო? ბუნებრივია, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა ყველა საინტერესოა. მადლობა თამარ ჩერგოლეიშვილს, პარტია ფედერალისტების ერთ-ერთ ლიდერს უსმენდით. რეკლამის შემდეგ ირაკლი პავლენიშვილი, პაატა ზაქარეიშვილი შემოგვიერთდებიან, დაგვალათეთ. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. დღეს არ მხოლოდ საქართველოს, არამედ შეიძლება ითქვას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არის ერევანი, სადაც ევროპის მერვე პოლიტიკური სამიტი გაიმართა. ხვალ კი ევროკავშირი სომხეთის პირველი, ასე ვთქვათ, სამიტი არის დაგეგმილი. საქართველოს დელეგაციაც იმყოფებოდა დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობდა ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ხაზგასმით დღევანდელი ვიზიტის, ასე ვთქვათ, ფარგლებში აღინიშნა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ირაკლი პავლენიშვილი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ირაკლი, მადლობა გაცემაში მონაწილეობისთვის. ოპოზიციის მხრიდან მოვისმინეთ შეფასებები, რომ ეს არის რეალურად რაღაცა ფორმალური ვიზიტი ირაკლი კობახიძეს, რომ შეუძლებელია აი ასეთი ვიზიტების შედეგად აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა ვნახეთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს არის პირველი ასეთი ფორმატის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლებასთან, სადაც როგორც თვითონ უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მთელი რიგი გადაუჭრელი საკითხების სამომავლოდ განხილვის მზაობა გამოთქვეს მხარეებმა. შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ არის წინაპირობა რაღაცნაირად ურთიერთობების გადატვირთვისა და პირველ რიგში უკრაინულ მხარესთან. პირველ რიგში მოგესალმებით, უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეხვედრა თუ რამეს ასე ვთქვათ ამტკიცებს არის ის, რომ საქართველოს დაკარგა ისტორიული ფუნქცია და ის ეროვნული ინტერესების შესაბამისი აბსოლუტურად ადგილი, რაც ჩვენ მქონდა ყოველთვის, კავკასიის ცენტრი ყოველთვის იყო საქართველო და თბილისი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები ჩვენ მეგობრებთან, ჩვენს მეზობლებთან, მაგრამ ეს არის ისტორიული ფაქტი, რომ კავკასიის ცენტრი იყო თბილისი. 2012 წლამდე საქართველო იყო ლიდერი რეგიონში და არა მაჩანჩალა, როგორც ახლა არის და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მეფეები მათ შორის ატარებდნენ ტიტულს, რომ აღმოსავლეთის და დასავლეთის ხელმწიფე. ანუ ჩვენ მქონდა ყველაზე დიდი ამბიციები ამ რეგიონში და ჩვენ ვიყავით ამ პოლიტიკური ამინდის შემქმნელები. ევროპული ინტეგრაციის პროცესით მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ დიახაც სხვა ეტაპზე გადაიყვანა აღმოსავლური პარტნიორობა კარბილთან და სიკორსკისთან ერთად, სწორედ რომ მიხეილ სააკაშვილმა და და მთელი ეს პროცესი ეხა მიმდინარეობს, მიდის გადამწყვეტ ფაზაში, ფინალურ ფაზაში და ამ დროს მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, ირაკლი კობახიძე არის ერევანში და საქართველო არის იზოლაციაში. აი ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ უყურებთ და ამიტომაც ეს უნდა გამოსწორდეს. კიდეც რომ ასე ვთქვათ, მე რომ ყოფილიყავი და ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო. სად ჩატარდებოდა, ყველა კარგად ვიცით, რა თქმა უნდა, თბილისში ჩატარდებოდა, მსგავსი რამ, იმიტომ რომ თბილისი. ყველა ევროპელი ლიდერი ჩამოვიდოდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის წამოწყებული ეს რეგიონალური არქიტექტურა, რომელიც ეხა უფრო კონტურებს იკვეთება უკვე ამ რუსეთის იმპერიის ნგრევის პარალელურად და უკრაინაში მარცხის პარალელურად, აი იყო რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ინიციატორი იყო ამ პროცესის. ეხლა რომ ამ შეხვედრაზე ვისაუბროთ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ყველა ვისაც აქვს დიდი ინტერესი და დარწმუნებული ყველა საქართველოს პატრიოტს აინტერესებს რა ხდება უკრაინაში, კარგად ვადევნებთ თვალყურს, თუ როგორ მძიმე მდგომარეობაში ამოყო თავი რუსულმა არმიამ. მოყო ეხლა ეს უკვე იმდენად მძიმე მდგომარეობა, რომ მე მყავს ეხლა მეტნაკლებად, ანუ ეხლა ზომიერად პრორუსი როგორ თქვა, მაგრამ ხო ხვდებით არსებობს ეხლა იქაც კატეგორია, რომლებიც არიან იმდენად, არ ვიცი, იმდენად პუტინისტურს ასე ვთქვათ, ხაზზე არიან დამდგრები, რომ მათ რა თქმა უნდა არ უნდათ აღიარონ ეს სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ რუსი პროპაგანდისტების რაღაც ნაწილიც კი უკვე აღიარებს ამ სიმართლეს, მაგრამ აი რაღაც ზომიერი პრორუსი ნაწილი, ვინც იყო ანალიტიკოსების, ქართველის და ბლოგერების, ისინიც კი აღიარებენ, რომ რუსეთი არის უმძიმეს მდგომარეობაში, ხო? და ჩვენ კარგად ხედავთ უკვე როგორი კრიტიკა არის თვითონ მოსახლეობის შიგნით ტელეგრამ არხებზე და სხვა სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, ინტერნეტი აღარ აქვს უბრალოდ ხალხს, მაგდონალდსზე და არ ვიცი, დასავლურ რაღაც სიკეთეებზე აღარ არის საუბარი, უბრალოდ აღარ აქვს, ინტერნეტი არ აქვს ხალხს და უჭრიან ინტერნეტს, ანუ საერთოდ
საერთოდ იზოლირებულები და მოწყვეტილები აღმოჩნდნენ და თან იმპერიალისტურ ამბიციებსაც ვერ აკმაყოფილებენ. ვერ მიდიან წინ ფრონტზე პირიქით, აქეთ აქვს პრობლემები და დრონების თავდასხმების მოგერიება უწევთ და ამ ყველაფრის ფონზე რა თქმა უნდა ივანიშვილი და კობახიძე კარგად ხედავენ რომ ის ფსონი რომელიც მათ დადეს არ მართლდება, იმიტომ რომ მათ ფსონი დადეს, ახლა ჩვენ რო გვეუბნებოდნენ რომ უკრაინაზე დადეს ფსონი, ამას პირდაპირ ძახიან ხოლმე პროპაგანდისტები ოცნების, რომ აი უკრაინაზე დადესო ფსონიო როგორ გაბედესო. ჯერ გეგუნება ხუხაშვილი ამბობს რომ ყველა შესაძლო ასე ვთქვათ სცენარისთვის აქვს გადაწყვეტილების ვარიანტი ბიძინა ივანიშვილს ან თუ დაინახავს რომ რუსეთი მარცხდება ამ შემთხვევაში შესაძლებელია ამერიკელებთან უფრო პროაქტიულად დაიწყოს ურთიერთობების დალაგება და ნახეთ როგორ რაღაც არის ომი როცა იწყება და პროცესი როცა მიმდინარეობს იქ რაც არ უნდა შენ რა თქმა უნდა შეგეძლოს 2, 3 და 5 და ივანიშვილზე ყველამ კარგად ვზეთ ისეთი აქტორია რომ 10 კამზეც და 9 კამზეც ჩვენი რო დაждდება ხო თუ იმიტომ რომ ერთ-ერთი ინტერესი რაც აქვს არის ფული და ძალაუფლება. ხა დანარჩენი არ აინტერესებს. იგი 90-90 წლებში იძახდა რომ აღნიშნავდა რომ სულის უკდავების არ წამს, ეხლა გვევლინება მართლმადიდებლობის თავარ-დამცველად, კაცი რომელსაც ღმერთის არ წამს, ეხლა სულის უკდავების თუ აქ წამს ღმერთის როგორ წამს, ეს ცოტა გაუგებარია, მით უმეტეს ტრადიციული რელიგიური გადმოსახედიდან და ქრისტიანული გადმოსახედიდან. სოროს ეხუტებოდა და ეხლა იძახის რომ თუნდაც სოროსი და ეს ხალხი არის დამაქცევარი ჩვენი ქვეყნის. ანუ ამ ადამიანს იდეოლოგიური ნიშა არ გააჩნია და არც მის გუნდის არც ერთ წევრს, იმიტომ რომ მათზეც იგივე შეგვიძლია თქვათ, ხო, იგივე წარმატებით, როგორ ევროპულ ფონდებში როგორ მუშაობდნენ და როგორ აქებდნენ და ადიდებდნენ USAID-ს და ეხლა თურმე იძახიან რომ რაღაცა აგენტურის დამფინანსებელი ორგანიზაციებია. ამიტომ ამ ხალხს აქვს ერთ-ერთი ინტერესი, ფული და ძალაუფლება. სადაც დაჭი, ეხლა თუ დაინახავენ რომ მარცხდება რუსეთი როგორც ეხლა ძიმე მდგომარეობაში და თუ ხედავენ რომ კავკასიაში უბრალოდ რეგიონში უბრალოდ ისეთი ძალთა ბალანსი ისე იცვლება რომ აღმოჩნდნენ წაგებულ მხარეს და ირანს რა მდგომარეობაში აქვს საქმე, ესეც კარგად ვიცით, იმიტომ რომ მათ ყოველ რუსეთზე არ ქონდათ ფსონი, ირანზეც ქონდათ ფსონი და როცა ხედავენ რომ ეს რეგიონული არქიტექტურა აბსოლუტურად იცვლება, უკრაინის დომინაციას რო ხედავენ და გაძლებას, ამ დროს რა თქმა უნდა მდგომარე პოზიცია უნდა შეცვალონ, მაგრამ ყველას კარგად ახსოვს რა პოზიცია იკავათ. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნახეთ, ევროპასთან გარდა სხვა, ეხლა ეს არის ევროპული ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. ეს კონტექსტი შეხვედრის უნდა აღვიქვათ, სად მოხდა და როგორ მოხდა. ხო, ეს არის ევროპული საზოგადოების შეკრება და ევროპულ საზოგადოებას რა მოთხოვნები აქვს, ყველამ კარგად ვიცით. კი ბატონო, დღეს ეს გაიჟღერა ამ მოთხოვნებმა და მათ თქვენს რომ თუ არ შეიცვალა საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხების მიმართ ზელენსკი რას მოითხოვს, არ ვიცით. ისაც რას ითხოვდა ის და რას მოითხოვს მომავალში. თუნდაც ახლა ჩვენი პარტია რა თქმა უნდა მათ შორის ამ ყველაფერთან დაკავშირებული და თქვენ დარწმუნებული ხართ რომ თქვენ პარტიას ეხებოდა არა პარტიას არ გულისხმობ, პოლიტპატიმრებს გულისხმობ და მათ შორის იმ ადამიანს რომელიც ზელენსკის მთავრობის წევრი იყო. პარტიას ვამბობ, მაგრამ გულისხმობ მიხეილ სააკაშვილს, ანუ თამარ ჩერგოლაშვილი ამბობდა რომ გამოვრიცხავო რომ რაღაცა პერსონალურ დონეზე იქნა დაყვანილი ზელენსკი კობახიძის არა მე იმას არ ვუძახი რომ ზელენსკის და კობახიძის საუბარი მიხეილ სააკაშვილის თაობაზე შედგა, მაგრამ ეხლა ზელენსკის ადმინისტრაციისთვის და ზელენსკისთვის მნიშვნელოვანი საკითხი როარ ეს არაერთხელ უთქვამდა ვლადიმერ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები დაუჭერთ. ხო, რატომ გამორიცხავთ რომ დღევანდელი შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტი შეხებოდა ამ საკითხს? არა, არ გამორიცხავ, მარტო ამ საკითხს რო არ შეეხოთ, ხო, მაგას თუ მაგას რომ მარტო ამ თემაზე იყო საუბარი, ხო, ამას ვიძახი, ხო, სხვა თემებზეც განიხილებოდა, მეთქი მარტო ერთ საკითხი თვითონაც თქვენ მე მგონი რომ რაღაც საკითხებს შეეხება. ეს არ არსებობს ფორმატი, სადაც უკრაინის მთავრობამ ეს საკითხი პრიორიტეტულად არ დააყენოს. ეხლა რა ვიცი, ხა ამას ყველა კარგად ხვდება. უკრაინის მთავრობის წევრი იყო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი და ზელენსკის ახლო მეგობარი იყო და მისი გარემოცვის და უკრაინის პოლიტიკურ სისტემაში ხა როგორ პატრიოტიზმი და ისტაბლიშმენტში კარგად ვიცით და მისი პარტნიორები და მეგობრები ეხლა იმყოფებიან წავყვან თანამდებობებზე, ხო? ამიტომ ეხლა ამას რა ვიცი, არ ჭირდება მე მგონი მტკიცება იმის რომ ერთ-ერთი საკითხი ეს აუცილებლად იქნება უკრაინისა და საქართველოს მომავალ ურთიერთობების განსაზღვრავაში. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რა არის და რა კონტექსტში აი როგორ წარმოგედგენთ საქართველოს კონტექსტში რა თქმა უნდა რა კონტექსტში უფრო ნაკლები წელი მისცეს ხო უყვარს ეხლა რა ვიცი შეკითხვებსაც უყვარს დაზუსტება და პასუხებსაც უყვარს დაზუსტება არიან სათანადო არაფერი არ მაქვს ჩასაფრებული რესპონდენტები ვისაც უკუღმა ისმის ხოლმე ჩემი ნათქვამი და ამიტომ მეტი სიზუსტე მინდა და მეტი ინფორმაცია მინდათ თქვენგან ანუ თქვენ ამ ეხლა საუბრის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ არ მოვიტყუები მე ნამდვილად მაგრამ როგორც ლოგიკურად ვაზროვნებ ყველა და გარკვეული პოზიციები არის ცნობილი უკრაინის მათ შორის ხელმძღვანელობის და მათ შორის არაერთხელ უთქვამთ რომ პრიორიტეტული საკითხი გახლავთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნა, ხო? ამიტომ ახლა ეს რომ იქნება აუცილებლად ამ კონტექსტში ურთიერთობების გადატვირთვის კონტექსტში პრიორიტეტული აუცილებელია. თუმცა მე როცა ევროპაზე ვსაუბრობ, მოდი აქაც ვისაუბროთ. ევროპის კონტექსტში უნდა ავიღოთ უკრაინა, ხო? ჩვენ ვხედავთ რომ უკრაინაში უკრაინის
წვლილს და როლს ევროპის უსაფრთხოებაში და პოლიტიკურ ასე ვთქვათ სტაბილურობაში, რომელსაც არავინ არ უარყოფს. ახლა ფიცოც უკვე იძახის, რომ თანახმაა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს უკრაინა, ხო? და ყველა კარგად ხედავთ უკრაინის აი სამხედრო ძლიერება რამდენად მნიშვნელოვანი გახდა ევროპისთვის და ფაქტობრივად დამოუკიდებელი გახადა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში და რატო ვლაპარაკობ ამ ყველაფერს? უკრაინა საერთო ევროპული დღესასრიგის მატარებელიც არის საქართველოს სამართლებაში და საერთო ევროპული დღესასრიგი რაც გულისხმობს პოლიტიკური პატიმრობის გათავისუფლებას, გულისხმობს რეპრესიული კანონების გაწევას და ევროპული ინტეგრაციის პროცესზე დაბრუნებას. და ევროპული ინტეგრაციის პროცესზე პარტიების აკრძალვით რეპრესიული კანონმდებლობით და პოლიტიკური პატიმრობით ვერ დავბრუნდებით. ანუ ევროპულ გზაზე უნდა დავბრუნდეთ ისე რომ ეს ყველაფერი უნდა მოშორდეს დიქტატურისთვის ასე ვთქვათ გამიზნული მეთოდიკა და მიღებული კანონები და ესე უნდა დავბრუნდეთ ამ გზაზე. ეს არის ანაბანა. ევროპა განსაკუთრებით ისეთი აქტორია, რომელსაც ყველაზე სენსიტიური გახლავთ ღირებულებითი ნაწილი და ნორმატიული ნაწილი. იმიტომ რომ შეუძლებელია რომ შენ აბსოლუტურად არ იყო ჰარმონიაში კანონმდებლობის კუთხით, პოლიტიკის კუთხით ევროპასთან და ამოდროულად ევროპული ინტეგრაციის პროცესი მიმდინარეობდეს, ხო? უფრო პრაგმატული აქტორებიც არსებობენ ზოგადად, მაგრამ ევროპა ღირებულებითი აქტორი არის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის ეს ნაწილი. ხო, აი აქტორებს რაც შეეხება პოლიტიკურ აქტორებს, ჩვენ ვიცით რომ ოპოზიციის ყოველ შემთხვევაში ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი მიზანი არის, ხო, რომ საერთაშორისო საზოგადოებას თავი წარუდგინოს როგორც ქართული ოცნების ალტერნატივა. ასეთ სიტუაციაში ვხედავთ გარკვეულ მცდელობებს, არ ვიცი, ქართული ოცნების მხრიდან იქნება თუ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, არა მხოლოდ ამ სამიტის ფარგლებში დაანონსებულია იგივე ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების და მაისის განმავლობაში. თითქოს არის რაღაცა მცდელობა ამ ურთიერთობების აღდგენის, რაღაცა გაფუჭებულის გამოსწორების, რატომ ვერ შეძლო ამ ეტაპზე ოპოზიციამ საერთაშორისო საზოგადოებისთვის თავი გაეცნო ან წარედგინა როგორც გარკვეული პოლიტიკური საყრდენი? ხო, არ მე ან შეიძლება მე ვცდები და არის რაღაცა ტიპის მოლაპარაკებები, რაც ამის ასე ვთქვათ მოლოდინის საფუძველს გიჩენთ. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მათ ყოველთვის ნერვები ეშლებოდათ ხოლმე ოპოზიციის უნარზე, რომ კარგი ურთიერთობები გქონდეს დასავლეთ პარტნიორებთან, ეხაც ჩვენი პარტიის წევრები ნაწილი იმყოფება მათ შორის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და აქვს ძალიან მაღალი დონის შეხვედრები. იგივე ჩვენი პარტიის წევრებს და ანუ ეს ყოველდღიურობა არის ჩვენი ასე ვთქვათ ოპოზიციური სპექტრის ფაქტობრივად რომ არსებობს ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, პოლონეთში თუ არ ვიცი სხვა ქვეყნებშიც ხო, უნგრეთში და ასე შემდგომ ხშირი ვიზიტები არა მხოლოდ ასე ვთქვათ ევროპარლამენტარებთან, არამედ კომისიის წევრებთან, მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან და ასე მთავრობის წევრებთან და ასე შემდგომ. და ამ დროს ივანიშვილი ასე ბანდა ესე აგრესიულია ხომ და გვეძახის ხომ აგენტურას. სინამდვილეში მარტივად არის საქმე, მათ აქვს ცუდი ურთიერთობები დასავლეთთან და იმსახურებენ ხომ ქათინაურებს რუსების მხრიდან, ოღონ არანაირ ქმედებას რა თქმა უნდა, უბრალოდ ქათინაურებს და მეორე მხრივ არის ოპოზიცია, რომელსაც არანაირ ურთიერთობა ახლა პირდაპირ გვაქვს ეს ნათქვამი და ამას არ უარყოფთ, რომ არ გვაქვს არანაირი ურთიერთობა ამ ბოროტების ღერძის ქვეყნებთან, სამაგეროდ გვაქვს ძალიან კარგი მეგობრული პარტნიორული ურთიერთობა დასავლეთ კოლეგებთან. და ეს ახლა ძალიან მკაფიო არის ყველასთვის, მათ შორის დასავლეთის წარმომადგენლებისთვის და ახლა რა თქმა უნდა ივანიშვილის ეს ბრალდებები აგენტურასთან დაკავშირებით არ უზეღ, მაშინ ყოველი საქართველოს ყველაზე წარმატებული მმართველები პოლიტიკური ყოფილან დასავლეთის აგენტები, ხო, იმიტომ რომ პარტნიორული ურთიერთობები ჰქონდათ, არ ვიცი, ჯერ კიდევ რომის ეპოქაში ფარსმან ქველს ჰქონდა პარტნიორული ურთიერთობები რომის იმპერიასთან, არ ვიცი, ჯვაროსნებთან ჰქონდა დავით აღმაშენებელს კარგი ურთიერთობები, იმიტომ რომ ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები არიან, ქრისტიანული სამყაროს წევრები ვართ და სურთ რომ საქართველო იყოს ძლიერი ბასტიონი ევროპული სამყაროს. ეხაც იგივეა და ეხა რომ შევაჯამო უახლოეს მომავალში იგეგმება ძალიან მაღალი დონის ვიზიტები, მაღალი დონის შეხვედრები, რაც მათ შორის გასცემს პასუხს თქვენს კითხვას. ანუ უფრო რომ დააკონკრეტოთ არ შეგიძლიათ ვინ გეგმავს ამ ალიანსის ფარგლებში იგეგმება მაღალი დონის ვიზიტების შეხვედრები დასავლეთში. დასავლეთში კი ბატონო და მიზანი რა არის ამ შეხვედრებზე რის შესახებაც დავსვი შეკითხვა რომ ოპოზიციამ ბოლოს თავი გააცნოს როგორც ქართული ოცნების ალტერნატივა იმიტომ რომ გასაგები მიზეზების გამო ამის გაკეთება აქამდე ვერ ხერხდებოდა. ეხლა არსებობს ერთიანი ფორმატი როდესაც ოპოზიციას შეუძლია ამ განაცხადის გაკეთება თუმცა შეუთანხმებელი საკითხი კვლავ ბევრია ვერ ვიტყვი მაგრამ ნუ არსებობს. ვიზიტის ფარგლებში, ნებისმიერ ფარგლებში, რა თქმა უნდა, საუბარი არის იმ ალტერნატივაზე, რომელსაც ხედავთ ჩვენ, რომელსაც
აღვიქვამთ, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ალიანსი არ გახლავთ რაღაც საარჩევნო ფორმატის ალიანსი, სადაც ჩვენ საარჩევნო რაღაც საკითხებზე ფუნდამენტურზე შეთანხმებული ვართ და ამაზე ვესაუბრებით ევროპელ კოლეგებს. მათ შორის იმაზე თუ მომავალში როგორ საქართველოს ხედავთ და როგორ წარმოგვიდგენია რა ნაბიჯები უნდა გადაიღოს, მაგრამ აქვე ხაზი უნდა გაეულოს, რომ ახლა აქ არ არსებობს ისეთი შეხება, როგორც არის თქვა რაღაც ოცნება და ალტერნატიული პოლიტიკური ძალა. ამ შემთხვევაში ვართ ერთიანობის ფორმატში, ხალხი, რომელიც თანხმდებით ფუნდამენტურ საკითხებზე და ამ ფუნდამენტურ საკითხებზე ვესაუბრებით ჩვენს დასავლელ კოლეგებს. მათთვის ეს მნიშვნელოვანია, მათთვის საინტერესოა საქართველო, ამიტომაც წესდება სანქციების თუნდაც ან უარყოფითი კონტექსტში რაც რა აღვიქვათ ეხლა რაც ხდება რაც ქვეყნისთვის ცუდია პერსონალურად ვიღაცა შეიძლება უხაროდეს ხოლმე როცა კონკრეტული ოცნების მაღალჩინოსანი სანქცირდება და ეს აბსოლუტურად ბუნებრივიც არის იმიტომ რომ ძალიან ბევრ უსამართლობას ჩადიან ეს ადამიანები ხო მაგრამ საბოლოო ჯამში უნდა აღვიქვათ რომ რეჟიმის ესეთი იზოლირება და სანქცირება არის ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? და ეს პროცესი რატო ხდება საბოლოო ჯამში? ევროპას რო არ აინტერესებდეს საქართველო, ევროპას და დასავლეთს რო არ აინტერესებდეს, ამერიკას რო არ აინტერესებდეს, არც ვიზიტები განხორციელდებოდა, არც ზარები განხორციელდება, მარკო რუბიოც არ დაურეკავდა ირაკლი ყობახიძეს, არც ვიზიტები იქნებოდა ხოლმე ესეთი ხშირი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მწვავეები არიან, ესეთი კრიტიკულები არიან, მუდმივად არიან დაინტერესებული საქართველოში. კარგად ხედავენ, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ასე ვთქვათ, არ გვეჭყანება სამწუხაროდ კარგი მომავალი, ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ურთიერთობა გქონდეთ იმ აქტორებთან, რომლებსაც აქვთ ძალიან ჯანსაღი დღის წესრიგი, ხო? იმიტომ რომ ეს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. მარტო ევროპა, ჩვენი პარტნიორი რატო არის? პარტნიორს საერთოდ ცნება რას ნიშნავს? რომ რაღაცეებში შენი ინტერესები თანხდება. აი რუსეთთან რაში თანხდება ჩვენი ინტერესი, რომ ეკლესიები უნდა გადაგვიღებონ, ეთნოწმენდები ატარონ, ტერიტორიები წაგვართვან, ეთნიკური უმცირესობები დაგვისახონ და მე ისინი გაამხედროს, ანუ ევროპასთან იმიტომ გვაქვს კარგი ურთიერთობა, რომ გვაქვს ბევრი საერთო ინტერესი და ამ ინტერესებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გვაქვს ხოლმე და გვაქვს შეხვედრები. საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა, მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ალტერნატიული ძალები, რომელთაც აქვთ ბევრად უფრო პასუხისმგებლიანი წარმოდგენები საქართველოსა და დასავლეთ შორის ურთიერთობაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის. რადგან საგარეო ერთობლივი, საგარეო ვიზიტები გაქვთ დაგეგმილი, ჩავთვალოთ, რომ ის უთანხმოება, რომელიც სააკაშვილი მელიას საჯარო განცხადებებს მოყვა ალიანსში აღმოფხვრილია, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს თქვა, რომ მელიამ ვრცელი წერილი მოიწერაო და სიმართლე გითხრათ ვერაფერი გავიგე გარდა იმისა, რომ მე არ მოვწონვარო და ანუ თქვენთვის მაინც თუ იყო გასაგები ის რის შესახებაც კოალიცია ახლების თუცვლილებების ლიდერი საუბრობდა. არა, მე არ ვაფასებ ნიკა მელიას განცხადებებს და წერილებს, ის პატიმრობაში იმყოფება და მორალურად ჩემთვის მე არ გახლავთ სწორი რომ ეხა ადამიანს რომელიც პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება, აქედან ან ვეკამათო, ან შევეწინამდეგო, ან ამიტომაც ეს თუმცა თქვენთვის გასაგები იყო, რაზე საუბრობდა სააკაშვილისგან განსხვავებით, იმიტომ რომ არ შევდივარ შეფასებაში. რაც შეეხება ანუ ამ შემთხვევაში სააკაშვილის განცხადების შეფასებას გთხოვთ და არა ნიკა მელიას, ხო და ნიკა მელიას ეხება და ეხლა რა მნიშვნელობა აქვს ეს განცხადება? წერილი ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო. არ შევდივარ, მართლა ეს პოზიცია მაქვს. ახლა შეიძლება არ ვიცი ვინ როგორ შეაფასებს, ჩემი პოზიცია რომ მე არ შევდივარ იმ ადამიანების განხილვაში, რომლებიც არიან პოლიტიკურ პატიმრობაში, ნამდვილად შევს ესეთიურია. თავისუფლებაზე მყოფმა რომ ეს ფილოსოფია მის თანაგუნდელებსაც გარკვეულწილად საყვედურობდა, რომ ხშირად უნდა ისაუბროთო წარსულზე, ანუ აი ამ შენიშვნას თუ იღებთ და რატომ უჭირს იგივე ნაციონალურ მოძრაობას? თქვენ მოდით სხვა რაღაცებს მოისმინეთ ხოლმე იქ ჩვენს გვაქვს ყველაფერი მოისმინე, ესე იგი დღეს ყველა რესპონდენტი მონდომებულია, რომ როგორღაც ასე თქვათ, ჩემს შეკითხვაში რაღაცა ასე იპოვოს. არ გაკრიტიკებთ, პირიქით მე მომწონს, რომ ესე გვაქვს ხოლმე დისკუსია, ანუ მეც მომწონს. ამიტომაც იქნება თუ ძალიან ჯანსაღად შეხედავენ ამ პროცესს სხვა რესპონდენტებიც. მე არაფერი პრობლემა არ მაქვს, პირიქით მომწონს რომ ეს დისკუსიაში შევდივარ. არა, მიხეილ სააკაშვილს რა თქმა უნდა შენიშვნები რატომ დარჩა ასეთი განცდა, რომ რაღაცა წარსულზე საუბარს ერიდებით, ესეც ხომ არ არის იმ 9 წლიანის მართლობის ერთგვარი კომპლექსი. წარსულში საუბრობდა ამაზე, წარსულში იყო ეს პრობლემაა. აი ხა აწყოში არ უსაუბრო, იქ ვიყავი, დავესალეთ სასამართლოს ბოლომდე მომჩნდა მისი სიტყვა. ამბობდა რომ წარსულში იყო პრობლემა. ეხაც უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ, ამაზეც გაუშვა ხაზი, რა თქმა უნდა. კი, მისგან ეხა არ ვიცი ჩვენი პარტიის ლიდერია და რა თქმა უნდა შენიშვნებსაც ვიღებთ და რეკომენდაციებსაც, კი. საუბრობდა თორე არ მგონია წლების წინანდელ პერიოდს. წლების წინანდელზე საუბრობდა თავიდან. კი, წლების წინანდელ პერიოდზე საუბრობდა რომ მაშინ იყო შეცდომა რომ ამდენი წლის მანძილზე ჩვენ არ საუბრობდით წარსულზე და ეხა რომ უფრო მეტად დავიწყებთ ლაპარაკი და იმის თქმა რომ ჩვენ დიახაც ვამაყობთ ამ წარსულით და დიახაც იყო რეფორმების და წინსვლის პერიოდი, ამაზე საუბრობდა, რაც შეეხება აწყოში, აწყოში ხონდა მათ შორის აქცენტი იმაზე რომ უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ.
ძალიან მარტო რაღაცებს ეხება მარტივად იმაზე, რომ მაგალითად როცა ანტიეკლესიურ გვეძახის რეჟიმი, რომლის დამფუძნებელი ათეისტი ვარო ფაქტობრივად აცხადებდა იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელმაც 300-ზე მეტი ეკლესია აღადგინა, რეაბილიტაცია მოახდინა, მათ შორის გაუგზავნა რა თქმა უნდა შესაბამისად დახმარება და დაფინანსება მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიას და არანაირი რა თქმა უნდა ეხა ესეთი კონტექსტი არ ქონია, რომ მას ვინმემ უწოდოს და გაბედოს და თქვას რომ იყო ანტიეკლესიური რეჟიმი. რაც შეეხება და მithmetas ხედავთ როგორ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ამდენი წლის მანძილზე ქართულ ეკლესიაზე. ამ თემებზე რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილი მარტო სასამართლო პროცესზე არა, ისედაც შეუძლია ადვოკატების მეშვეობით დაუკავშირდეს და მითვალისწინებთ ხოლმე, რომ ჩვენი პარტიის ლიდერია და ეს არაფერი დასამალი არ არის. რაც შეეხება საბოლოო ჯამში ჩვენს ალიანსში ვართ და ვიზოთ მონაწილეობას. სამუშაო შეხვედრაზე ვიყავი მე პირადად დღეს და ვიზოთ მონაწილეობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, შეთანხმების დაცვას ზედმიწევნით აპირებთ აი ამ შეთანხმების მე-6 პუნქტი ქცევის კოდექსის მე-6 პუნქტი ახსენა თამარ ჩერგოლეიშვილმა ალბათ დარწმუნებული რომ ზუსტად იცით რას გულისხმობს ეს მე-6 პუნქტი თავდაუსხმელობას და აპირებთ რომ ერთგული დარჩეთ აი ამ ერთგული ვართ ისედაც აქამდე ერთგული ვიყავით ეხლა ერთგული ვართ მომავალში ერთგული ვიქნებით უბრალოდ თუ ვიღაცა რაღაცას დაწერს ჩვენზე უპასუხებთ ეს მარტივია უბრალოდ ძალიან მარტივი პრინციპია. ეს იქნება თავდასხმა და ეს იქნება თავდაცვა. თავდაცვა, ხო. თავდაცვის უნარიანობას აუვიმაღლებ. მადლობა, ირაკლი პავლენიშვილი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი ხნის განმავლობაში პირველად ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ ხანმოკლე საუბარი ქონდა. მიმაჩნია, რომ ესეც მართებულია, ასეთი განცხადება ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. ის ასევე დღეს შეხვდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ფიცოს და ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ახლა დიპლომატები გადაწყვეტენ ეს ბრატისლავაში ჩატარდება თუ კიევში, ანუ საუბარია სამთავრობათა შორის კონსულტაციებზე და მოკლედ მიმაჩნია, რომ ესეც კარგი სიგნალიაო ასრულებს თავის განცხადებას ზელენსკი. საუბრობდა რა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრებზე. პატა ზაქარიაშვილი, პოლიტოლოგი შემოგვერთა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ ბევრი ვერსია მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, თუ რა მისია ჰქონდა ირაკლი კობახიძეს, როდესაც ევროპის პოლიტიკურ სამიტს ესწრებოდა ერევანში. აი საინტერესოა არის თუ არა მისთვის გარკვეული მონაპოვარი ზელენსკისთან გამართული შეხვედრა და შეიძლება თუ არა ეს იყოს წინაპირობა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გადატვირთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა ტარდება, სამიტი ტარდება ერევანში. ეს მერვე სამიტია ამ კატეგორიის ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრა, მაგრამ ის ერევანში ტარდება ახლა, ეს არის სომხეთის მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ, იმიტომ რომ ივნისში ერთ თვეში, პრაქტიკულად ზუსტად ერთ თვეში 6 ივნისს ტარდება არჩევნები, ჩატარდება ისტორიული მნიშვნელობის არჩევნები, შეინარჩუნებს თუ არა პაშინიანი ხელისუფლებას, ეს მაღალი ალბათობაა, საკმარისად, ოპოზიცია სუსტია იქა, მაგრამ რუსეთი რამდენად მოახერხებს ხელი შეუშალოს და ისიც უნდა ვთქვათ, როგორც ვიცით, ევროკავშირი საკუთარ წარმომადგენლობას აგზავნის იმისათვის, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს. ცალკე მისია თუ შეიძლება. ცალკე მისია, რომელიც კიბერ ასე ვთქვათ შეტევებისგანაც დაიცავს სომხეთს ამ პირობებში. ამიტომ ეს სამიტი პირველში სომხეთისთვისაა და მთელი ამხელა დესანტი და ყოჩა ხო ევროკავშირი ფანტასტიკურად ამხელა დესანტი 50 სახელმწიფოს ხელმძღვანელები პირველი ევროკავშირის გერმანიის გარდა ყველა სახელმწიფოს პირველი პირები ჩავიდნენ რათა მხარ შემოუდგენ სომხეთს ამ ფონზე თქვენი კითხვა სხვანაირად ჩანს უკვე იქ არაფერი არ ესაქმებოდა კობახიძეს, მაგრამ რომ არ ჩასულიყო, სკანდალი იქნებოდა. აი მაგალითად ალიევი არ ჩავიდა და გასაგები მიზეზების გამო ალიევის აქ პრინციპები რომ თუმცა მას ონლაინ გამოსვლა ქონდა, მაგრამ ქონდა სერიოზული ონლაინ გამოსვლა, ჩართვა და სამაგერ პაშინიანმა თქვა რომ 2028-ში ხო აზერბაიჯანში ჩავალ. ანუ ეს იყო დაფიქსირება სომხეთ
აზერბაიჯანის გაღრმავებული დადებით ურთიერთობებისა და ბრწყინვალე ორივე ლიდერი მოიქცა კარგად, ალიევის და პაშინიანის. ამ ფონზე ქვია კობახიძის არ ჩასვლა, ძალიან ნამეტანი პროვინციალიზმი იქნებოდა. ამდენ კობახიძე ჩავიდა მხოლოდ იმიტომ, რომ არ ჩასვლა იყვირებდა და ჩასვლით არაფერი არ კეთდება. ანუ დაიმალა ჩასვლით გაქრა საერთოდ რომ არ ერთი ეპიზოდი. ეს არის ზელენსკისთან შეხვედრა. ზელენსკისთან შეხვედრა. თანაც არ ეყო ჭკუა რომ არ თქვას რომ არა დეტყობა არ ეყო ჭკუა რა შეყვედრა ეყო კიდევაც რათა ხაზი გაესვა რომ ჩემი შეხვედრა არ არის. მე არ მინდოდა ზელენსკისთან შეხვედრა. ეს ზელენსკი მოითხოვა რამოდენიმეჯერ თქვა მან ეს. რომ ესე იგი ეს ძალიან შუა მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ასე ვთქვათ ცნობაშიც განცხადება არ ერქვა იმას ინფორმაციაშიც იყო ხაზგასმით რომ მოხდა ზელენსკის ინიციატივით. თანაც ის იყო არაპროტოკოლური ფეხზე იდგნენ. ხო, ანუ არ იყო დაგეგმილი. ყველა შეხვედრას რო ხედავთ, ყველას ხედავ ნორმალურად მაგიდასთან, ან დაბალ სკამებზე ან ჩაულებოდ მაგიდასთან და მაღალბჟოლობა მის. ანუ რაზე შეიძლება ეს ყველაფერი მიანიშნებდეს? ეს უკრაინას მართლა უნდა და უნიკალური შანსი ჩავარდა ომში მონაწილე სახელმწიფოს უკრაინას, რომ მთელი მსოფლიო გულშემატკივრო რომ შეიძლება ასე ითქვას და აშკარად ამ ბოლო თვეებში იგრძნობა უპირატესობა წარმატება ფრონტის ხაზეც კი, აშკარად ჩანს რომ უკრაინა წარმატებულია და შეუძლია აგერ პუტინმა 9 მაისის აღლუმიც კი პრაქტიკულად თითქმის გააუქმა ამ ფონზე ზელენსკის რაღაცა თქმა უნდა და საქართველოსთვის. ისეთი რაღაცის თქმა, რომ მე საქართველოს არ ვთქვა, ჩვენს არ ვთქვიათ. იმიტომ რომ შეხვედრა აი რა ჩანს, არის ფანტასტიკური, აი ფსიქოლოგებისთვის არის უნიკალური. ეს იყო გზავნილი არა კობახიძისთვის, არამედ კობახიძე გამოიყენა იმისათვის, რომ გზავნილი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მიიტანოს ადრესატამდე. რა თქმა უნდა, ადრესატამდე ქართული ხალხია და საქართველო. ანუ მე თქვას, რომ მე ამაზე კობახიძეს ველაპარაკე დიდი ბოდიში. რა შეიძლება ეს იყოს? შო, სადახართ საქართველო? კარგად დაფიქრდით სადახართ. ეს ზელენსკი ლაპარაკობს ემოციურად. ხაელებით ლაპარაკობს და მთელი გულდა სულთა რომ მთელი სხეულით ლაპარაკობს. როცა კობახიძე გაყინულია, საერთოდ ერთიც არ აქვს, რა ქვია, მიმიკა არ აქვს სახეზე და ქედმა ადამიანს მოსდით ხოლმე ჩვენ ხოლმე ადამიანს, როცა უხელხო მდგომარეობაში ხალხი პასუხი არაფერი არ გაქვს, იკეტები. და ცოტა ესე ზემოდან უყურებ, ეს რა არის, ეხლა ამას კიდე ამას ეხლა უპასუხე რა. და ამ და საპასუხო არაფერი არ გაქვს. აი ზუსტად ეს ფსიქოლოგები კარგად გაშიფრავენ ამას. მისი მიმიკა არის, რომ აი როგორც ქვეწარმავალს ისე ელაპარაკება. ანუ არ უნდა მასთან არაფერი საერთო, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა, იმიტომ რომ რო არ მისულიყო ამ შეხვედრაზე ფეხზე დგომით მაინც ზელენსკი თქონდა რომ ჩვენ მქონდა მცდელობა ქართულ მხარეს შეხვედრისა, სამწუხაროდ მათ უარი გვიტყრეს. ამიტომ მე მგონი ზელენსკის ემოციური გამოსვლა, როცა უამრავი მილიონი შეხვედრები აქვს სხვა და მაღალ დონებზე, სულ არ იყო აუცილებელი რამდენ სხვა ფორუმებზე ყოფილან ერთად და საერთოდ გაუგლიათ ერთმანეთში და ხმა რომ მოხდა. ეხლა უკრაინა წარმატებულია. აშკარად ფინალურ ეტაპზეა. მე მაინც გონია ყოველწელს ველოდებით ომის დამთავრებას, მაგრამ როგორც ჩანს, ასე ახლოს არ ყოფილა როგორც არის ეხლა. ეხლა ტრამპს ნოემბერში არჩევნები აქვს და რაღაცა უნდა დადოს ირანში აშკარად ისე არმიის საქმე და რაღაცა შედეგები თუგედ უკრაინაზე უნდა დადოს. ამ ფონზე აშკარად ამ წელს რაღაცა უნდა მოხდეს უკრაინის მმართველები და ზელენსკი ხვდება რომ საქართველოს სერიოზული ნაწილი და ელოდება საქართველოსგან არც უკვე გაფრთხილება საქართველოსი. ან მოიქცევით რაღაც ხვანაირად, ანაც მოგივათ. ჩვენი ბრალი არ იქნება, ჩვენ თქვენ გაგაფრთხილეთ. რაღაც ამ ტიპის რაღაცა იყო, ანუ თქვენ შეიძლება აღარ აღმოჩნდეთ იქ, სადაც თქვენ ელოდებით რომ აღმოჩნდებით, როცა ომი დამთავრდება. როცა ომი დამთავრდება, მე შეიძლება რაღაც გვიან იყოს უკვე. ამიტომ გონს მოეგეთ, დაფიქრდით, ჩაუტანე. მაგრამ უკარასავით ჟღერს თუ მართლაც ასე იყო. როგორ ელაპარაკება ბელორუსიას? არ მოკრება, აი როგორც კი საკმარისია ლუკაშენკო რაღაც თქვას ისე ასე. ლუკაშენკებია, მაგრამ ბელორუსია ვიცით რომ როგორც მისი ტერიტორია გამოყენებული იყო უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის. იმიტომ რომ თქვენ თუ საქართველოს და ბელორუსიას შორის ძალიან დიდი განსხვავება შეიძლება იყოს და საქართველოს უამრავი უკრაინელი დევნილი შეიფარა. მე ხო იქ ყოფილვარ, არა? არ თქვენ არ ყოფილხართ. მე ხა გეუბნებით თქვენ კითხვაზე პასუხს, რაზე შეიძლება ელაპარაკათ. იმ სენით რა ჩვენ ნახეთ ემოციური გამოსვლა. აი ამ ვარაუდებიდან გამომდინარე გამოდიოდა და ქართველები ძალიან ემოციური ხალხი, მით უმეტეს როდესაც საქმე ჩვენს ქვეყანას ეხება, ამიტომ ანუ ჩვენს ქვეყანას ეხება ეუნება
ზელენსკი ჩემი აზრით თქვენს ქვეყანას საქმე ეხება, თქვენ ძალაუფლებას საქმე ეხება. დააფიქრდით კარგად სად ხართ მაშინ, როცა აზერბაიჯანი რუსეთთან არაა, როცა სომხეთი რუსეთთან არაა, როცა მთელი ევროპა სომხეთთანაა. სად ხართ თქვენ მაშინ, როცა რუსეთი უკვე აშკარად სუსხვანაირი იქნება, უფრო გაძლიერდება სანქციები. დააფიქრდით კარგად შეხა არსებობს კიდე სპეციალისტები, რომლებიც ტუჩების ფორმა ტუჩების ზელენსკი აშკარად ინგლისურად ლაპარაკობდნენ, ზელენსკის ახლა იდეალური ინგლისური არა, კატო უფრო იული არის მისი ინგლისური სიტყვების დაჭერა. მე მგონი რომ აქ შეიძლება რაიმე მოლოდინი გააჩინა ამ შეხვედრამ, რომ აი შესაძლოა არანაირი. ყველაფერი დარჩება ძველებურად, ოღონდ კობახიძემ აიღო ის ინფორმაცია, რასაც არ აიღებდა, არ მოინდომებდა აიღო, მაგალითად სხვა ფორმით. არ შეხვდებოდა არსა ზელენსკის და ამიტომ ზელენსკი ამას პირდაპირ ვერ ეტყოდა. ამიტომ ეს კარგი მომენტი გამოიჭირა ზელენსკიმ, რათა ეთქვა სათქმელი, იმიტომ რომ ამდიხას სულ 4-5-ჯერ რაც ომი დაწყებულია, 4-ჯერ 5 სხვა ფორმებზე ყოფილან. კი ბატონო. არსად არასდროს აი ესეთი სერიოზული მსჯელობა. კი არა, თუ სერიოზული ხარ რამდენიმე ასეთ შეხვედრაზე არც კი შეიმჩნია ზელენსკი. ჩაუარეს ერთი-ორი სურათები იყო, ჩაუარეს ერთმანეთს, ხო? ხელს კი ახლა ზელენსკი როცა საერთო სურათი იყო თუ კარგად ჩანს, ზელენსკი მოტრიალდა და თვითონ გაუწოდა ხელი. ხო და ჩამოართო კობახიძეს ერთი მომენტი და მერე უკვე ეს შეხვედრა ბოჭორიშვილთან და სიბიხასთან ერთად. ასე რომ მე აი ეს იყო ჩვენთვის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი. რაღაც უთხრა ისეთი ზელენსკიმ, რომლის თქმა უნდოდა ძალიან საქართველოსთვის. თუმცა მიუხედავად ამისა, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამ შეხვედრას რეალურად შედეგად ამ ლაპარაკს არაფერი შედეგი არ მოყვება. თორე ქართული ოცნების სტილია, რომ ყველაფერი დააიგნოროს ახლა. რაც შეეხება თავად რეგიონისთვის ამ მასშტაბის შეხვედრას და ხვალ ვიცით, რომ ისტორიაში პირველად ევროკავშირი სომხეთის სამიტი იმართება. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა ვართ და სომხეთმა სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, შეიძლება ითქვას, ევროინტეგრაციის პროცესი. ხო, და შორს არიან ძალიან. სომხეთს უფრო მეტი გამოწვევები აქვს. სომხეთი დსთ-ს წევრია ჯერ კიდე. სომხეთი ოდკბ-ს წევრია ჯერ კიდე. EAS-ის წევრია, ეკონომიკურად ჩართულია მთლიანად რუსეთის კონტექსტში. სომხეთის ტერიტორიაზე ოფიციალურად იმყოფება რუსეთის ბაზები ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე არის საოკუპაციო სტატუსი აქვს ოფიციალურად არ იყო უკანონოა იქ კანონიერადაა ანუ სომხეთი ძალიან ბევრი მიუხედავად ამისა როგორ დაბმულია რუსეთის მიერ სომხეთი ასე თამამად მოძრაობს ევროპის მართულობას და ამიტომ ის შეკითხვა როგორ მოიქცევა რუსეთი ასეთ ვითარებაში ანუ შესაძლებელია თუ არა მაგალითად ხო ჰიბრიდული პრობლემები შექმნას ხო სომხეთს იმიტომ რომ ვიცით რომ იყო პრობლემები გადამზიდებთან დაკავშირებით ხო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით აგერ სულ ცოტა ხნის წინ მე მგონი აქციზი გაუზარდეს სომხეთში წარმოებულ მინერალურ წყალზე აგზალეს ჯერმუკი აგზალეს გადაღვარეს და გუში გადაღვარეს ჯერმუკი კი ბატონო გააფრთხილა პუტინმა პირადად ცოტა ხნის წინ ეგერ ერთი თვის წინ უკვე წინასააც რომ რუსეთი როგორ მოიქცევა საკმარისი ის არის როგორც გინდა რომ უცებ რაღაცა ჭიას აღმოაჩენენ რაღაც იმ ფუნთუშაში და ამის გამო პოლიტიკას შექმნიან ასე რომ რუსეთს სხვა არაფერი არ შეუძლია რუსეთი ესეთია სხვა არაფერი არ შეუძლია მას განახორციელოს ამიტომ რუსეთი კარგავს კავკასიას აშკარად ჩანს რომ არა საქართველოს დაკარგული იქნებოდა ბოლომდე ეს ჩანს კაფიოთ საქართველოს გაჩერებულია მაგრამ გაჩერებულ საქართველოს უფრო წინაა ვიდრე მოქმედი მოძრავი სომხეთი. აზერბაიჯანი არ მიდის ევროკავშირში, არ მიდის ნატოში, მაგრამ ნატოს წევრი სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მეგობარია თურქეთის და შეარაღება და წვრთნა და ამუნიციები ყველაფერი ნატოს სტანდარტებით აქვს და ასევე ძალიან კაფიო და ცხადად დისტანცირებს რუსეთისგან აზერბაიჯანი. უფრო კაფიოდ ვიდრე იგივე სომხეთი. სომხეთს მაინც მიმულია. არანაირად მიმული არ არის აზერბაიჯანი სომხეთზე. არც იარაღით, არც არაფერი სხვა არ ოდკბ-ს წევრია და არაფერი. ამიტომ ამ ფონზე მე მგონი რომ რუსეთი ხვდება რომ კავკასია მისი არა. ერთადერთი იმედი
ეს არის ქართული ოცნება საქართველოში და ეხლა მოდის მორიგი არჩევნები თქვენ ხა ჩემ წინ პოლიტიკურ პარტიებს ელაპარაკებოდით და იმედია ეხლა მაინც მიხვდებიან რომ საჭიროა ბრძოლა დაანებონ თავიანთ წუწაობას ამ ლეგიტიმაცია არა ლეგიტიმაციას ბოიკოტი არა ბოიკოტი შესვლა არ შესვლა და როგორც აი ომის დროს ყოველ სადარბაზოზე არის ომი ყოველ ფანჯრიდან არის ომი ყველგან იცავ რომ ყველგან ის ომი ასე ყველგან პარლამენტში საკრებულოში ადგილობრივ არჩევნებში ყველგან უნდა იყოს არანაირი ლეგიტიმაცია არ არსებობს ამ ყველაში ამ ხანში ომი დემოკრატიისთვის და მომავალ საქართველოსთვის და კეთილ ინდებოდა იბრძოლონ და მაშინ შანსებიც გვაქვს ძალიან მაღალი. ძალიან სუსტია ქართული ოცნება. ყველგან არის. აი ნახეთ ახლა მე და ქვია პრემიერ-მინისტრი იტალიის ახლა იმყოფება ბაქოში. ერევნიდან გაფრინდა გარდა მის კიდე 2-3 ხელმძღვანელი ევროპის მიდის ბაქოში. საქართველოს არ არსებობს ბუნებაში. ხო შეიძლება თქვას ვიღაცამ რომ ბარემ ერევანში ვარ. მოდი ბარემ ჩავალ თბილისში. პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარდა არსებობს ესეთი გეოგრაფიული მდებარეობა, რასაც ვერაფერს ვერ უზავდა, ამ შემთხვევაში გვერდსაც ვერ აუვლი. თუკი საუბარია ტრამპის გზაზე, აი ამ სტრატეგიული კორიდორის აღდგენაზე თუ გაყვანაზე, ნუ ზოგ მარშრუტს აღდგენა ჭირდება, ზოგს თავიდან, ასე ვთქვათ, გაყვანა საქართველოს გჭირდება. არა, როგორც ახლა ბოდიში მართლა კითხვა დაგესვა, მაგრამ არ მინდა პასუხი. საქართველოს როგორც სახელმწიფო, საქართველოს ტერიტორია. ამაში ძალიან დიდი განსხვავება. აი ამაში დიდი განსხვავება. საქართველოს როგორც გეოგრაფია, მაგრამ როგორც ტერიტორია გჭირდება საქართველოს შესაძლებელია რაღაც ანგარიში გაუწიო იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფო სადავეებთან არიან. აი მაგრამ ჩვენ საჯარო ვჯელობ და კარგია. ეს დაახლოებით იგივეა რომ გვემჯელა არასაჯარო. რატო ჩამოვიდა ალიევი თბილისში? რათა შემოწმებინა საქართველოს სახელმწიფოა თუ საქართველოს ტერიტორიაა და ვის შეხვდა? შეხვდა არაფორმალურ მმართველს. გვერდზე დატოვეს პრემიერ-მინისტრი ეგრეთ წოდებული არა? ანუ მას აინტერესებს საქართველოს მართლა ტერიტორიაა და ტერიტორია მჭირდება? ნუ გავატარო გაზი, ნავთობი და ასე შემდეგ, თუ საქართველოს სახელმწიფოდან ანგარიში გაუწიო საქართველოს. მე ფული უნდა გადავიხადო საქართველოს ბიუჯეტში, თუ მე ფული უნდა გადავიხადო ივანიშვილის ჯიბეში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ საქართველოს ტერიტორია ყოველთვის იყო ოსმალეთის იმპერიის დროს, სპარსეთის იმპერიის დროს, რუსეთის იმპერიის დროს, საბჭოთა კავშირის იმპერიის დროს, ყოველთვის მაგრამ ჩვენი ტერიტორია სხვის მიერ იყო გამოყენებული როგორც ინსტრუმენტი. ანუ არსად გეოგრაფიას დაწესულა. აი დღეს საქართველოს იყენებს თავის ტერიტორიას, თავის ინტერესზე გამომდინარე თუ ვიღაც სხვა ეს ვიღაც სხვა არის რუსეთი. თორე ჩვენ დღეს არ მივდივართ ნატოში, ჩვენ დღეს არ მივდივართ ევროკავშირში და ჩვენ აი როგორც ქვია, მოთხილამური რომელიც ეშვება მთიდან, არა? თუ შენ ქვია, თუ გინდა თუ მოეშვები და იცი შენი გზა, შენი თხილამურები საერთკენია. თუ შენ გინდა გადახვიდე სხვა გზაზე, არა, რაღაცა ნაბიჯები უნდა გადადგა სტრაფეში. რათა მეორე გზაზე გადახვიდე. თუ არ გადახვედი, ივლია იმ გზაზე. ჩვენ დღეს მივდივართ რუსულ გზაზე. ამის ცდილობა ქონდა გადმოსულიყავთ რუსულიდან შევნაძეს, უსუსური, ამის ცდილობა ქონდა სააკაშვილს, აგრესიული და რადიკალური. ეხლა ჩვენ არსად არ გადავდივართ. მივისწრაფვით აი ამ რუსულ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქვია, გზაზე. ამიტომ ესაც ვიღაცა ფეხები უნდა ამოძრავოს და ეს თხილამურები გადაიტანოს სხვა მიმართულებით, რომელსაც ქვია ევროკავშირი. ეს არ კეთება, ეს განსხვავება სააკაშვილისა თუ შევნაძეს პერიოდიდან, როცა ცდილობები არაა, ფეხების ამოძრავებით, თხილამურები გადაიტანო სხვა თუ შეიძლება ასე თქვას, არხში თუ ქვია მიმართულები და ისევ ვართ რუსულ აი ამ არხში ჩაჭრილი. წეგან ახსენეთ თქვენ არჩევნები ოღონდ პოლიტიკური. საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული არჩევნების ღურბლზე დგას და რაც უფრო ცოტა დრო რჩება აი ამ გადამწყვეტ ტურამდე საქართველოს პატრიარქის არჩევისა. გვინდა თუ არ გვინდა, ალბათ უფრო არ გვინდა, სულ უფრო მეტად იძაბება, ვითარებ ახლა ვკითხულობდი, რომ მეუფე გიორგის გაუკეთებია განცხადება, რომ რეზიდენციიდან მოიპარეს მეუფე იობის დიპლომიო. ამ დროს ვიცით, რომ ზოგადად დიპლომი და ასაკი იყო საკამათო საკითხი სინოდის წინა სხდომაზე, რომელიც კენჭისყრამდე არ მისულა და ეს ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს რეალურად ამ სამ დასახელებულ კანდიდატს შორის.
კონკურენტ უნარიანობის თვალსაზრისით ფიქრობენ, რომ არა არსებული შეზღუდვები, უფრო კონკურენტული არჩევნები გველოდებოდა წინ. არის კიდევ ერთი უცნაურობა, დრო არ ითმეს, 17 მაისამდე საქართველოს უნდა ყავდეს ახალი პატრიარქი, რაც მის აღსაყდრების ცერემონიალ საცხომ გულისხმობს. ამ დროს მეორე კენჭისყრა არ ჩატარებულა და ჩვენ არ ვიცით იმ მეორე კენჭისყრაზე პირველივე ასე ვთქვათ ხმის მიცემის პროცედურით გამოვლინდება ახალი პატრიარქი თუ ამას კიდევ მეორე ტური დასჭირდება, რადგან თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში საპატრიარქოში იყავით, ხო მუშაობდით. მუშაობდი კიდევაც, დიახ, და სწავლობდი სასულიერო აკადემიაში, სტიქაროსანი ვიყავი და ასე შემდეგ. სტიქაროსანი იყავით, ეს სფერო არ არის თქვენთვის უცხო, ხო? რა ვიცი, აი რას ფიქრობთ? რა რისკები შეიძლება ახლდეს თან? დღეს დღევანდელ ახალ თაობაში გაზეთში დიდი ინტერვიუ მივეცი ამ თემაზე დეტალებში. აბსოლუტურად რასაც ვხედავთ, ჩემი აზრით. ჩემი ძალიან ვიწრო გაგებით, საერთოდ არაფერს საერთო არ აქვს ღვთისმეტყველებასთან და ეკლესიასთან. ესაც წმინდა წყლის ბიუროკრატიული წუწაობა, იწილო-ბიწილო და აი პოლიტიკური, ხა პოლიტიკურ პარტიაშიც ნამყოფი ვარ და პოლიტიკაშიც, ხო, ამიტომ პოლიტიკა უფროა ვიდრე საღვთისმეტყველო საქციელი. საქმე რაშია? ეპისკოპოსი, როცა შედგა ადამიანი ეპისკოპოსად, არა? მორჩა ეპისკოპოსი არის ქრისტეს სახე. როგორ მოხდა ეპისკოპოსად ეს ხო საკითხია. მაგრამ თუ მოხდა და თუ მან თავისი ღირსებით, თავის ცხოვრებით, თავის ათნოებით დაამტკიცა, რომ ეპისკოპოსია, არა, უკვე ყველა კითხვები უნდა იყოს მოხსნილი, როცა შენ მიდიხარ ან არქიეპისკოპოსობაზე, ან მიტროპოლიტობაზე, ან პატრიარქობაზე. ყველაფერს მეორადი ეპისკოპოსთან შედარებით. პატრიარქობა არ არსებობდა ახალ თმოში, პატრიარქი არსებია. თუ შენ ეპარქიას მართავ, იქ შეკითხვები ასე ვთქვათ. კითხვები აღარა. განათლებასთან დაკავშირებით, ფიზიკურად დიპლომის არსებობასთან დაკავშირებით. ერთადერთი რასაც მე შევზღუდავდი წლოვანება თანაც თუ ეს აშკარად მე თქვია, ჯანმრთელობაზე არის აღბეჭდილი. ხა შეიძლება ადამიანი ძალიან ახალგაზრდა იყოს 50 წლის, მაგრამ აშკარად რაღაც სერიოზული თქვია, დაავადება ქონდეს და აშკარად ვერ მართავდეს ხო სიტუაციას. ანუ სხვანაირად უნდა იყოს დალაგებული, რამდენად ქმედით უნარიანია კანდიდატი. მაგრამ დიპლომი ეს არის სისულელე, როცა ეპისკოპოსი ხარ. შეიძლება ეპისკოპოსობამდე იყოს მოთხოვნა ამისი, რომ ეპისკოპოსი ვერ გახდები თუ არა გაქვს უმაღლესი განათლება უზაქვია, სასულიერო გა. როცა ეპისკოპოსი სხვადასხვა მიზეზების გამო გახდი, მორჩა, შენ უკვე გადახვედი სხვა დინარის მეორე ნაპირზე გადახვედი. ამაზე საკმაოდ სერიოზული საღვთისმეტყველო კონცეფცია არსებობს. მართლმადიდებლობაში ქრისტიანობაში არის მელქისედეკის ფენომენი. მელქისედეკი, რომელიც ძველ აღთქმაში გამოდის, აბრაამს ხვდება, არის იერუსალიმის მთავარი, ქვია, მღვდელმთავარი და მეფე. ეს აბსურდულია თავის გაგებით, იმიტომ რომ ან მეფე უნდა იყოს, ამას არც ლევიტი არაა, ანუ ვერ იქნება ესა რა ქვია, მღვდელმთავარი და არც იუდას შტოდან არაა, ვერ იქნება მეფე. ამ დროს პირდაპირ ამბობს ბიბლია, მეფე და მღვდელმთავარი ხვდება აბრაამს და გამოაქვს რა ღვინო და პური და აბრაამი რას აკეთებს? მას აღიარებს უზენაესად და თავისი ნადავლის ომიდან ბრუნდება. თავისი ნადავლის 10%-ს, აქედან 10% გადასცემს, ქვია, მელქისედეკს. და ქრება მელქისედეკს, მორჩა, არც დაღარაჩას. გამოშთა მოულოდნელად ყოველგვარი მშობლების, გვარის, მუხლის გარეშე და ასევე ქრება. შემდეგ დავით წინასწარმეტყველი ერთხელ ახსენებს მას და მერე უკვე ახალ აღთქმაში პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში მთელ თავს უძღვნის თუ რატო არ შეიძლება ქრისტე მოსთხოვო დიპლომი. ანუ მელქისედეკის გზით, ანუ ეკლესია მიცის, რომ არსებობს სხვა გზა გარდა არაინსტიტუციონალური ლეგიტიმაციისა. ეს არის მელქისედეკი. ეს სპეციალურად ჩადო ქვია ქრისტიანობამ ეს სახარებაში, ახალ აღთქმაში ებრაელთა მიმართ და უცებ აი ესეთი ელემენტარული მე მიკვირს რომ აი მსჯელობაზე როცა გამორჩევაზე იყო ლაპარაკი, არავის არ გაახსენდა რომ მთელი უდიდესი გზა არის, არხი არის. რა ვიცით რომ არ გაახსენდა, იმიტომ რომ იყო ასე და სხვა. ერთხელ მაინც ახსენებდა სიტყვა მელქისედეკს, ერთხელ მაინც. როცა ჩვენ აკადემიაში ვსწავლობდით, ეს ერთ-ერთი გვასწავლდნენ ამას, ერთ-ერთი მომენტი იყო ქრისტიანობაში, მაგალითად, საქმე მოციქულთაში, ერთ-ერთი ეპიზოდში, მაგალითად, ადამიანი კვდება, უნდა მოინათლოს, წყალი არაა და წმინდა ადამიანი მას ნათლავს ქვიშით.
ქვიშით. ანუ სხვა გზა, უამრავი ფაქტები, მაგალითად მამაო ჩვენო შეიცვალა ერთ ხალხში და პური ჩვენი არსობისა, თევზი ჩვენი არსობითაც შეცვალეს, იმიტომ რომ პური არ ქონდათ, თევზს ჭამენ. ამიტომ ანუ ქრისტიანობა ძალიან მოქნილი, ძალიან კრეატიული მოძღვრებაა და შესაბამისად ძალიან და უცებ შენ ეპისკოპოსს, რომელიც ოდესღაც პატრიარქმა ილია მეორემ გამოარჩია ეპისკოპოსად, აკურთხა და ჩათუცა ღირსეული ადამიანი და მან თავისი ცხოვრებით მაგალითად ესაიამ დაამტკიცა, ომში იყო, დაბომბვაში იყო, ხალხის სიყვარული მოიპოვა და უდები დიპლომი არ აგაქო. ეს არის აი სრული არაქრისტიანობა, აბსოლუტური აბსურდი არის ეს. ამიტომ ჩვენ ხედავთ პოლიტიკურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს, თუმცა არაფერი საერთო ეკლესიასთან არ აქვს, არაფერი საერთო ქრისტოლოგიასთან არ აქვს. ხო, არ ვიცი, თუ ეს ინფორმაციაც დადასტურდება, რაზეც მეუფე გიორგი ანუ ძალიან საფუძველია, ამით ხდება იობის, ასე ვთქვათ, დიპლომი არის გაუჩინარებული და მეუფე იობი ვიცით რომ ერთ-ერთია სამ კანდიდატს შორის შეიძლება კიდევ უფრო შეზღუდული კონკურენციის პირობებში ვიხილოთ პატრიარქის არჩევანს. ხო და რას მიაღწევენ ამით მოხდება ეკლესიის დისკრედიტაცია ვერ მოხდება, ეს ქრისტეს მიერ არის დაფუძნებული, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაცია მოხდება. და საზოგადოება ამას რო უყურებს, განიხილება ეკლესიისაგან. ის მრავალწლიანი 8 წელი, რაც ილია მეორემ განახორციელა საბჭოთა მოყოლებული და თავის პიროვნული ღირსებებით შემკული და უამრავი პოლიტიკური პერიპეტიებს გამოვლილი, ყველაფერი ჩამოიშლება მხოლოდ იმიტომ რომ ესე წუწაობენ, ასე სამარცხვინოდ თუ რაფორმით შეიძლება ჩამოაშოროს შენი კონკურენტი. მადლობა ატა ზაქარიაშვილს, პოლიტოლოგი იყო ჩვენი გადაცემის ბოლო სტუმარი, სულ ეს იყო ამ დროისთვის. დღეს ამით გემშვიდობით 4 შაბათს დავბრუნდებით 360 გრადუსით. მე და თქვენ ხვალად შევხვდებით ერთმანეთს 13 საათზე გადაცემაში საქმე ბიზნეს და ეკონომიკის საკითხებზე ვისაუბრებთ.